სწორედ ახლა ამ წამს, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, ჩინეთის კოსმოსური სააგენტო ახორციელებს ოპერაციას, რომლის შესახებაც არ საუბრობენ საჯარო ბრიფინგებზე. მთვარის იმ მხარეზე, რომელსაც დედამიწიდან არასოდეს ვხედავთ, სადაც სრული სიჩუმეა, არა მეტაფორული, არამედ ბუქვალური სიჩუმე, აშენდება რაღაც, რაც შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა სამყაროში ჩვენი ადგილის შესახებ. ოფიციალური ვერსია ამბობს ერთს, მაგრამ როდესაც ათასობით ინჟინერი მუშაობს პროექტზე, რომლის ბიუჯეტი აღემატება 10 მილიარდ დოლარს და როდესაც ეს ტელესკოპი მიმართულია არა შორეულ ეგზოპლანეტებზე, როგორც აცხადებენ, არამედ ჩვენი galaktikis ცენტრში, იქ, სადაც იმალება რაღაც, რისი ახსნაც ჯერ არ შეუძლიათ, მაშინ ჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხი არ გვინდათ. წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც არ არსებობს არანაირი ხმაური, არა ქარი, არა ტალღები, არა ადამიანური ცივილიზაციის მილიარდობით რადიოსიგნალი, რომლებიც დედამიწას ყოველწამიერად ასხივებს. მთვარის უკანა მხარე, ის, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ბნელ მხარეს, თუმცა ის ზუსტად იმდენივე მზის სინათლეს იღებს, რამდენსაც წინა მხარე, არის ერთადერთი ადგილი მთელს მზის სისტემაში, სადაც შეგიძლიათ მოусმინოთ კოსმოსს ისე, როგორც ის ნამდვილად ჟღერს. დედამიწის მთელი მასა თქვენსა და ადამიანურ ხმაურს შორის დგას როგორც იდეალური ფარი. აქ, ამ სრულ რადიოსიჩუმეში, ჩინეთი აშენებს ტელესკოპს, რომლის დიამეტრია 6 კილომეტრი. 6 კილომეტრი ანტენების, რომლებიც მოусმენენ სიგნალებს, რომლებიც იმდენად სუსტია, რომ დედამიწაზე მათი დაფიქსირება შეუძლებელი. 2022 წელს, როდესაც ჩინეთის Chang'e 4 მისია დაეშვა მთვარის უკანა მხარეზე, პირველი ხომალდი ისტორიაში, რომელმაც ეს მოახერხა, მსოფლიო აღფრთოვანებულიყო ტექნოლოგიური მიღწევით. მაგრამ ძალიან ცოტა მიიქცია ყურადღება იმ ფაქტზე, რომ როვერმა არა მხოლოდ ნიმუშები აიღო. ის ატარებდა რადიოანტენას, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ახორციელებდა გაზომვებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოქვეყნებული. ჩინეთის მეცნიერთა ნაშრომებში, რომლებიც გამოჩნდა 1 წლის შემდეგ, იყო ერთი წინადადება, რომელიც ადვილად გამოტოვებული იქნებოდა. რადიოგარემო აღმოჩნდა იდეალური დაგეგმილი დაკვირვებებისთვის. რა დაკვირვებებისთვის? ეს არის თქვა. ეხლა, 4 წლის შემდეგ ვიცით. 2025 წლის დასაწყისში ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ გამოაცხადა პროექტი, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება Lunar Farsight Radio Explorer. ტელესკოპი, რომელიც შედგება 50,000 ინდივიდუალური ანტენისგან, გადაჭიმული 6 კილომეტრზე მთვარის ფონ Karman კრატერში. ოფიციალური მიზანი – ეგზოპლანეტების ძიება, კოსმოსური ბნელი ხანის შესწავლა. პერიოდი დიდი აფეთქებიდან 400 მილიონი წლის შემდეგ, როდესაც პირველი ვარსკვლავები ჩამოყალიბდა. ეს არის ლეგიტიმური მეცნიერება, ფასდაუდებელი კვლევა. მაგრამ არის ერთი პრობლემა, რომელსაც ამჩნევენ მხოლოდ ისინი, ვინც ყურადღებით კითხულობს ტექნიკურ დოკუმენტაციას. ტელესკოპის მთავარი სამუშაო რეჟიმი არ არის მიმართული შორეულ galaktikებზე. ის მიმართულია ჩვენი galaktikis ცენტრზე. კონკრეტულად, რეგიონზე, რომელიც მოიცავს სტრელეცის ას, სუპერმასიურ შავხრელს, რომლის მასა 4 მილიონი მზის მასის ტოლია და რომელიც მდებარეობს 26,000 სინათლის წლის მოშორებით ჩვენგან. რატო უნდა მიმართოთ ყველაზე მგრძნობიარე რადიოტელესკოპი ისტორიაში აშენებული ადგილას, სადაც შეგიძლიათ დაიჭიროთ ყველაზე სუსტი სიგნალები სამყაროდან, არა შორეულ ეგზოპლანეტებზე, არამედ ჩვენი საკუთარი galaktikis გიზგულზე. ჯონ კრამერმა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა, რომელმაც 30 წელი გაატარა SETI პროგრამაში, ძიებაში გარეგანი ცივილიზაციების სიგნალების. 2023 წელს გამოაქვეყნა სტატია, რომელიც თითქმის დაუმჩნეველი დარჩა. მან გამოთვალა, რომ თუ არსებობს ტექნოლოგიური ცივილიზაცია galaktikis ცენტრის რეგიონში, სადაც ვარსკვლავების სიმკვრივე 1000 ჯერ მეტია ვიდრე ჩვენს მახლობლობაში, მაშინ ყველაზე ლოგიკური ადგილი მათი სიგნალების მოსასმენად იქნებოდა სწორედ მთვარის უკანა მხარე. არა დედამიწა, სადაც ჩვენი საკუთარი რადიოხმაური ნებისმიერ სუსტ კოსმოსურ სიგნალს ჩაახშობს. არა კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც ძვირია და შეზღუდული ზომის, არამედ მთვარე, იდეალური ბუნებრივი ფარი, რომელიც უკვე არსებობს და ელოდება გამოყენებას. კრამერის სტატიაში იყო ერთი აბზაცი, რომელიც ახლა 3 წლის შემდეგ სულ სხვაგვარად იკითხება. თუ რომელიმე ერი გადაწყვეტს სერიოზულად მოიძიოს სიგნალები galaktikis ცენტრიდან, ლოგიკური პირველი ნაბიჯი იქნებოდა რადიოგარემოს კარტოგრაფირება მთვარის უკანა მხარეზე. მეორე ნაბიჯი – მუდმივი დაკვირვების სადგურის მშენებლობა. მესამე ნაბიჯი – ინფორმაციის კლასიფიცირება, სანამ არ გაიგებთ, რას ეძებთ. ჩინეთმა გაიარა პირველი ნაბიჯი 2022 წელს Chang'e 4-ით. ახლა ისინი ახორციელებენ მეორე ნაბიჯს და მესამე ნაბიჯის შესახებ, კლასიფიკაციის შესახებ,
ჩვენ უკვე ვხედავთ ნიშნებს. 2024 წლის ნოემბერში ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ გამოაქვეყნა ბრძანება, რომელიც ყველა მონაცემს მირებულს მთვარის უკანა მხარის რადიო დაკვირვებებიდან აცხადებს სტრატეგიულად მგრძნობიარედ. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი აღმოჩენა გაკეთებული ამ ტელესკოპით გაივლის სამხედრო ექსპერტიზას, სანამ გახდება საჯარო. ეს არ არის სტანდარტული პროცედურა ასტრონომიული კვლევებისთვის. ეს არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც თქვენ ელოდებით, რომ შეიძლება იპოვოთ რაღაც, რაც შეცვლის გეოპოლიტიკურ ბალანსს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ასტრონომი პეკინში. თქვენ მუშაობთ პროექტზე, რომელიც ოფიციალურად ეძებს ეგზოპლანეტებს. მაგრამ ერთ დღეს თქვენი ტელესკოპი, რომელიც უსმენს გალაქტიკის ცენტრს, იჭერს რაღაცას. არა შემთხვევით ხმაურს, არა ბუნებრივ რადიოსიგნალს პულსარიდან ან კვაზარიდან, არამედ რაღაცას, რაც გავს სტრუქტურას, განმეორებას, შაბლონს. თქვენ ამოწმებთ ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ. სიგნალი რეალურია. ის მოდის კონკრეტული მიმართულებიდან, გალაქტიკის ცენტრის რეგიონიდან. და ახლა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რას აკეთებთ ამ ინფორმაციით. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთ მომენტებში ადამიანები არ იქცევიან ისე, როგორც ფილმებში. 2027 წლის აგვისტოს 15-ს, როდესაც ჯილ ტარტერმა, ერთ-ერთმა სეტის პროგრამის დამფუძნებელმა, მიიღო ცნობილი ვაუ სიგნალის ანალოგიური აღმოჩენის შესახებ ახალი თაობის ტელესკოპებიდან, პირველი რაც მან გააკეთა, არ იყო პრეს-კონფერენციის მოწვევა. ის დაურეკა 3 კოლეგას, რომლებსაც ენდობოდა და სთხოვა დამოუკიდებელი ვერიფიკაცია. მხოლოდ 6 თვის შემდეგ, როდესაც 4 დამოუკიდებელი ჯგუფი დაადასტურა, რომ სიგნალი არ იყო ტექნიკური შეცდომა, ინფორმაცია გახდა საჯარო. მაგრამ ჯილ ტარტერი მუშაობდა ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც აკადემიური თავისუფლება იცავს მეცნიერთა უფლებას გაამჟღავნონ აღმოჩენები. ჩინელი ასტრონომი, რომელიც მუშაობს სახელმწიფო პროექტზე, რომელიც უკვე კლასიფიცირებულია როგორც სტრატეგიულად მგრძნობიარე, არ აქვს ეს ლუქსი. არსებობს ერთი დეტალი, რომელიც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. მთვარის უკანა მხარეზე აშენებული ტელესკოპი არ არის პირველი ჩინური ინსტრუმენტი, რომელიც უსმენს გალაქტიკის ცენტრს. 2021 წელს გუიჟოუს პროვინციაში ჩინეთმა დაასრულა ფასტ 500 მეტრის აპერტურის სფერული ტელესკოპი, მსოფლიოში უდიდესი ერთიანი რადიოტელესკოპი. ოფიციალური მისია: პულსარების ძიება, ნეიტრონული ვარსკვლავების შესწავლა და დიახ, სეტი, ძიება გარეგანი ცივილიზაციების. მაგრამ 2027 წლიდან ფასტის დაკვირვების დრო, რომელიც ეთმობა გალაქტიკის ცენტრის რეგიონს, გაიზარდა 50%-დან 90%-მდე. რატო? ოფიციალური ახსნა: ახალი სამეცნიერო პრიორიტეტები. მაგრამ როდესაც ტელესკოპი, რომელიც შეიძლება დააკვირდეს ნებისმიერ მის მიერ მიმართულებას ცაში, უთმობს თავის დროის 80%-ს ერთ კონკრეტულ რეგიონს, ეს აღარ არის მრავალფეროვანი კვლევა. ეს არის მიზანმიმართული ძიება. და ახლა ისინი აშენებენ მეორე ინსტრუმენტს, ბევრად უფრო მგრძნობიარეს, ადგილას, სადაც არ არსებობს ხმაური. 2 ტელესკოპი, 2 სხვადასხვა ადგილი, 1 მიზანი. ეს არის არა დუბლირება. ეს არის ტრიანგულაცია. თუ თქვენ გსურთ დაადგინოთ სიგნალის წყარო კოსმოსში, თქვენ გჭირდებათ მინიმუმ 2 დაკვირვების წერტილი, რაც შეიძლება უფრო დაშორებული ერთმანეთისგან. დედამიწა და მთვარე იდეალური ცხვილი. ფასტი იჭერს სიგნალს. თალს მთვარის ტელესკოპი ადასტურებს და აზუსტებს. და თუ ორივე ხედავს ერთსა და იმავეს, მაშინ ეს აღარ არის შეცდომა. ეს არის აღმოჩენა. მაგრამ აღმოჩენა რისი? აქ იწყება ის ნაწილი, სადაც ოფიციალური ვერსიები სრულდება და იწყება სპეკულაციები. სპეკულაციები, რომლებიც ემყარება არა კონსპირაციულ თეორიებს, არამედ ფიზიკის ძირითად პრინციპებს და ლოგიკურ დასკვნებს. გალაქტიკის ცენტრი არის ყველაზე უჩვეულო ადგილი ჩვენს გალაქტიკაში. იქ ვარსკვლავების სიმკვრივე იმდენად მაღალია, რომ თუ თქვენი ცხოვრობდით პლანეტაზე ამ რეგიონში, ღამის ცა იქნებოდა არა შავი წერტილებით სინათლის, არამედ თეთრი ფონი იშვიათი ბნელი ადგილებით. იქ არის ახალგაზრდა ცხელი ვარსკვლავები, რომლებიც ასხივებენ უზარმაზარ რაოდენობით ენერგიას. იქ არის სტრელეცის A შავი ხვრელი, რომელიც ყოველწამიერად კლაპავს მატერიას და ასხივებს რადიაციას. და იქ თეორიულად უნდა იყოს პლანეტები, მილიარდობით პლანეტები, რომლებიც ბრუნავენ ვარსკვლავების გარშემო, რომლებიც ბევრად უფრო ძველია ვიდრე ჩვენი მზე. მზე. თუ სადმე გალაქტიკაში არსებობს ძველი მოწინავე ცივილიზაცია, რომელმაც მილიონობით წლები გაატარა განვითარებაში, ლოგიკური ადგილი მისი არსებობისთვის იქნებოდა სწორედ გალაქტიკის ცენტრი. არა იმიტომ, რომ ეს არის კარგი უბანი, რადიაცია იქ მაღალია, გრავიტაციული ველები რთულია, სტაბილური ორბიტების პოვნა გამოწვევაა. არამედ იმიტომ, რომ თუ თქვენ ხართ ცივილიზაცია, რომელიც ეძებს სხვა ცივილიზაციებს, თქვენ დაიკავებთ ცენტრს. თქვენ იქნებით იქ, სადაც ყველა სხვა მოგზაურობს.
თქვენ იქნებით კვანძი, არა პერიფერია. ეს არის ის, რასაც ასტრონომები უწოდებენ galaktikuri habitabiliuri zonis პარადოქსს. ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ galaktikis გარეთა რეგიონში, 26,000 სინათლის წელი ცენტრიდან. ეს არის უსაფრთხო მშვიდი ადგილი, ცოტა რადიაცია, სტაბილური ვარსკვლავი, მილიარდობით წლები უცვლელი პირობებისა. იდეალური ადგილი სიცოცხლის წარმოშობისთვის. მაგრამ არა იდეალური ადგილი ცივილიზაციისთვის, რომელიც სურს იყოს ნაპოვნი. თუ თქვენ გსურთ, რომ სხვა ცივილიზაციებმა იპოვონ თქვენ არ დარჩებით პერიფერიაზე. თქვენ გადადიხართ ცენტრში, სადაც მოქმედება ხდება და თუ ეს მართალია, თუ galaktikis ცენტრი არის ადგილი, სადაც მოწინავე ცივილიზაციები იკრიბებიან, მაშინ ჩინეთის გადაწყვეტილება მიმართოს თავისი ყველაზე მძლავრი ტელესკოპები, სწორედ იქ ხდება არაშემთხვევითი სამეცნიერო არჩევანი. ეს ხდება სტრატეგიული გადაწყვეტილება, დაფუძნებული ლოგიკაზე, რომელიც შეიძლება ჟღერდეს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ რომელიც ფაქტობრივად არის ყველაზე რაციონალური მიდგომა პრობლემისადმი. სად უნდა ვეძებოთ სიგნალები ცივილიზაციებისგან, რომლებიც შეიძლება იყვნენ მილიონობით წლებით უფრო მოწინავეები ვიდრე ჩვენ. მაგრამ არსებობს მეორე ვერსია, რომელიც ნაკლებად სპეკულაციურია და უფრო დამაშინებელი. შესაძლოა ჩინეთი არ ეძებს სიგნალებს, შესაძლოა ისინი უკვე იპოვეს რაღაც. და ახლა ისინი ცდილობენ გაიგონ რა არის ეს. 2035 წელს James Webb Space Telescope-მა, ყველაზე მძლავრმა ინფრაცითელმა ტელესკოპმა, რომელიც ოდესმე აშენდა, გააკეთა დაკვირვება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად ახსნილი. ის აკვირდებოდა რეგიონს galaktikis ცენტრის მახლობლად, სადაც ასტრონომები ელოდნენ ახალდაზრდა ვარსკვლავების ნახვას. ის ნახა ვარსკვლავებს, მაგრამ ის ასევე ნახა რაღაც სხვა სტრუქტურები, რომლებიც არ გავდა არც ვარსკვლავებს, არც galaktikებს, არც ნებულებს. გეომეტრიული ფორმები, რომლებიც იყო ძალიან რეგულარული, ძალიან სიმეტრიული, იმისთვის რომ იყვნენ ბუნებრივი. ოფიციალური ახსნა. ინსტრუმენტული არტეფაქტები. ტექნიკური შეცდომები ტელესკოპის ოპტიკაში. მაგრამ 2036 წელს, როდესაც სხვა ტელესკოპებმა დააკვირდნენ იმავე რეგიონს, ისინი ნახეს იგივე სტრუქტურები. ეს აღარ იყო არტეფაქტი, ეს იყო რეალური. რა არის ეს სტრუქტურები? არავინ იცის. ოფიციალური ვერსია ახლა არის, რომ ეს შეიძლება იყოს ახალი ტიპის ასტროფიზიკური ობიექტი. შესაძლოა მაგნიტური ველების კონფიგურაციები შავი ხვრელის გარშემო, ან შესაძლოა ეგზოტიკური მატერიის ღრუბლები. მაგრამ არსებობს პრობლემა ამ ახსნებთან. არც ერთი მათგანი არ ხსნის, რატომ არის ეს სტრუქტურები იმდენად სიმეტრიული. ბუნება არ ქმნის სრულყოფილ გეომეტრიას, ბუნება ქმნის ქაოსს, რომელიც ზოგჯერ გავს წესრიგს. მაგრამ ეს იყო წესრიგი, რომელიც ძალიან გავდა დიზაინს. და აქ ხდება საინტერესო. 2028 წლის მარტში ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც ანალიზებდა ფასტის მონაცემებს galaktikis ცენტრიდან. ნაშრომი იყო ტექნიკური, სავსე მათემატიკური ფორმულებით და გრაფიკებით, მაგრამ დასკვნებში იყო ერთი წინადადება, რომელიც გამოირჩეოდა. ჩვენ ვაკვირდებით რადიოსიგნალებს, რომლებიც აჩვენებენ პერიოდულობას, რომელიც არ შეესაბამება ცნობილ ასტროფიზიკურ პროცესებს. პერიოდულობა ნიშნავს განმეორებას, განმეორება ნიშნავს შაბლონს, შაბლონი ნიშნავს ინფორმაციას და ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება ბუნებრივ პროცესებს, ნიშნავს თეორიულად ხელოვნურ წყაროს. ნაშრომი არ ამბობდა ამას პირდაპირ. მეცნიერები არასოდეს ამბობენ ასეთ რამეს პირდაპირ, თუ არ აქვთ აბსოლუტური მტკიცებულება. მაგრამ ის, რაც მათ თქვეს, იყო საკმარისი იმისთვის, რომ სხვა ასტრონომები მთელს მსოფლიოში დაიწყონ ყურადღების მიქცევა. და ის, რაც მოხდა შემდეგ, იყო უჩვეულო. სრული სიჩუმე. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ არ გამოაქვეყნა მეტი ნაშრომი ამ თემაზე. ფასტის მონაცემები galaktikis ცენტრიდან აღარ გახდა საჯარო. და როდესაც დასავლელმა ასტრონომებმა სცადეს დაკავშირება ჩინელ კოლეგებთან, რომლებიც მუშაობდნენ ამ პროექტზე, მათ უთხრეს, რომ კვლევა გრძელდება, მაგრამ შედეგები ჯერ არ არის მზად პუბლიკაციისთვის. ეს იყო 3 წლის წინ, 3 წელი სიჩუმისა. და ეხლა 2021 წელს ისინი აშენებენ ტელესკოპს მთვარეზე. ტელესკოპს, რომელიც იქნება 10 ჯერ უფრო მგრძნობიარე ვიდრე ფასტი, ადგილას, სადაც არ არსებობს არანაირი ხმაური. რატომ? რატომ დახარჯოთ 10 მილიარდი დოლარი პროექტზე, რომელიც ოფიციალურად ეძებს ეგზოპლანეტებს, მაგრამ რომელიც ფაქტობრივად მიმართულია galaktikis ცენტრზე, თუ თქვენ უკვე არ გაქვთ მიზეზი ვარაუდისთვის, რომ იქ არის რაღაც, რაც ღირს პოვნას. არსებობს ერთი დეტალი, რომელიც ხშირად იგნორირებულია დისკუსიებში გარეგანი ცივილიზაციების შესახებ. როდესაც ჩვენ საუბრობთ სიგნალების ძიებაზე, ჩვენ გულისხმობთ რადიოსიგნალებს, ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებიც მოგზაურობენ სინათლის სიჩქარით კოსმოსში. მაგრამ რადიოსიგნალი, რომელიც გამოგზავნილია galaktikis ცენტრიდან, მოგზაურობს 26,000 წელი, სანამ მიაღწევს დედამიწას. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სიგნალი, რომელსაც ჩვენ ვირებთ დღეს,
გამოგზავნილი იქნა 26,000 წლის წინ. პერიოდში, როდესაც დედამიწაზე ადამიანები ანები ჯერ კიდევ იყვნენ მონადირე შემგროვებლები, რომლებიც ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში. მაგრამ აქ არის საინტერესო. თუ ცივილიზაცია galaktikis ცენტრში არის მილიონი წლით უფრო მოწინავე ვიდრე ჩვენ, და ეს არის კონსერვატიული შეფასება, რადგან galaktikis ცენტრის ვარსკვლავები შეიძლება იყვნენ მილიარდობით წლებით უფრო ძველი ვიდრე ჩვენი მზე, მაშინ ისინი იცოდნენ ამ დაყოვნების შესახებ. ისინი იცოდნენ, რომ მათი სიგნალები მოგზაურობს 10,000-ობით წლებს, სანამ მიაღწევენ პერიფერიულ სისტემებს, როგორიცაა ჩვენი. და თუ ისინი ნამდვილად სურდათ კომუნიკაცია, ისინი არ გამოგზავნიდნენ ერთჯერად სიგნალს. ისინი გამოგზავნიდნენ უწყვეტ სიგნალს, მაუწყებლობას, რომელიც მუშაობს მილიონობით წლებს, ელოდება იმას, რომ ვინმე სადმე ოდესმე მოусმეს. და თუ ასეთი სიგნალი არსებობს, უწყვეტი მაუწყებლობა galaktikis ცენტრიდან, რომელიც მუშაობს უკვე მილიონობით წლებს, მაშინ ის არის იქ ახლა. ის იყო იქ გუშინ, ის იქნება იქ ხვალ. ერთადერთი რაც გვჭირდება არის საკმარისად მგრძნობიარე ტელესკოპი, საკმარისად ჩუმ ადგილას, რომ მოусმინოთ მას. და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩინეთი აშენებს მთვარის უკანა მხარეზე. მაგრამ დაუშვათ, რომ ეს არ არის სიგნალი. დაუშვათ, რომ ის, რაც ფასტმა იპოვა, ის პერიოდული რადიოსიგნალები, რომლებიც არ შეესაბამება ცნობილ ასტროფიზიკურ პროცესებს, არის რაღაც სხვა. რაღაც, რაც არ არის კომუნიკაცია, არამედ ტექნოლოგია. წარმოიდგინეთ ცივილიზაცია, რომელმაც 10,000-ობით წლები გაატარა განვითარებაში. ისინი აღარ იყენებენ რადიოს კომუნიკაციისთვის. ეს ძალიან ნელია, ძალიან არაეფექტურია. ისინი გამოიგონეს რაღაც უკეთესი, მაგრამ მათი ძველი ტექნოლოგია, მათი ენერგეტიკული სისტემები, მათი ტრანსპორტი, მათი ინდუსტრია ჯერ კიდევ ასხივებს რადიოტალღებს, როგორც გვერდითი პროდუქტი. ისევე როგორც ჩვენი ქალაქები ასხივებენ სინათლეს ღამით, რომელიც ჩანს კოსმოსიდან, მათი ცივილიზაცია ასხივებს რადიოტალღებს, რომლებიც ჩანს მთელი galaktikიდან. ეს არის ის, რასაც ასტრონომები უწოდებენ ტექნოსიგნატურას. არა განზრახ სიგნალს, არამედ შემთხვევით გამოსხივებას, რომელიც ავლენს ტექნოლოგიური ცივილიზაციის არსებობას. და თუ galaktikis ცენტრში არის არაერთი, არამედ ათობით ან ასობით ასეთი ცივილიზაცია, რაც ლოგიკურია თუ ეს არის galaktikuri ჰაბიტაბილური ზონა, მაშინ მთელი რეგიონი უნდა ასხივებდეს რადიოტალღებს, რომლებიც აჩვენებენ შაბლონებს, პერიოდულობას, სტრუქტურას. არა იმიტომ, რომ ვინმე ცდილობს დაგვიკავშირდეს, არამედ იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ ცხოვრობენ თავიანთ ცხოვრებას და ოურებას და ჩვენ ხედავთ გამონაბოლქს მათი არსებობისას. და თუ ეს მართალია, მაშინ ჩინეთის პროექტი ხდება არა ძიება უცნობისა, არამედ ვერიფიკაცია იმისა, რაც უკვე ეჭვმიტანილია. ისინი არ ეძებენ სიგნალს, ისინი ცდილობენ დაადასტურონ, რომ ის, რაც მათ უკვე აქვთ, ის უჩვეულო მონაცემები ფასტიდან, არის რეალური, არა შეცდომა, არა ბუნებრივი ფენომენი, არამედ ნამდვილი ტექნოსიგნატურა ცივილიზაციისგან, რომელიც არსებობს 26,000 სინათლის წლის მოშორებით. მაგრამ რატომ სიჩუმე? რატომ არ გამოაცხადონ ეს? რატომ არ გააზიარონ მონაცემები მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებასთან? აქ ჩვენ შევდივართ ტერიტორიაზე, სადაც მეცნიერება ხვდება პოლიტიკას და სადაც პასუხები ხდება არა მარტივი, არამედ რთული. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ხელმძღვანელი ქვეყნისა, რომელიც ახლახან იპოვა პირველი მტკიცებულება გარეგანი ცივილიზაციის არსებობისა. თქვენ იცით, რომ ეს ინფორმაცია, როდესაც გახდება საჯარო, შეცვლის ყველაფერს: რელიგიას, ფილოსოფიას, გეოპოლიტიკას, ეკონომიკას. თქვენ იცით, რომ ქვეყანა, რომელიც პირველი დაადასტურებს ამ აღმოჩენას, მიიღებს უზარმაზარ გავლენას მსოფლიო სცენაზე. და თქვენ ასევე იცით, რომ თუ თქვენ გამოაცხადებთ ამას ძალიან ადრე, სანამ არ გაქვთ აბსოლუტური მტკიცებულება, თქვენ გახდებით სასაცილო. ან უარესი, თქვენ გამოიწვევთ პანიკას, რომელიც შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ასე რომ თქვენ ელოდებით, თქვენ აგროვებთ მეტ მონაცემებს, თქვენ აშენებთ უკეთეს ტელესკოპებს, თქვენ ამოწმებთ და ხელახლა ამოწმებთ, წმებთ. და თქვენ ინახავთ ყველაფერს კლასიფიცირებულად, სანამ არ იქნებით აბსოლუტურად დარწმუნებული. ეს არის არა კონსპირაცია, ეს არის სიფრთხილე. და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ხედავთ. ჩინეთი არ მალავს პროექტს. ისინი საჯაროდ აცხადებენ მთვარის ტელესკოპის მშენებლობას, მაგრამ ისინი არ საუბრობენ რეალურ მიზანზე. ისინი არ აზიარებენ მონაცემებს ფასტიდან. ისინი არ ხსნიან, რატომ არის ტელესკოპი მიმართული galaktikis ცენტრზე. ისინი უბრალოდ აშენებენ, აკვირდებიან და ელოდებიან, მაგრამ ელოდებიან რას? ნრას. ეს არის კითხვა, რომელიც აწუხებს ასტრონომებს მთელს მსოფლიოში. თუ ჩინეთს უკვე აქვს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ რაღაცაზე უჩვეულოზე galaktikis ცენტრში, რატომ არ არის ეს საკმარისი? რას ელოდებიან ისინი მთვარის ტელესკოპისგან, რასაც ფასტი ვერ მისცემს მათ? პასუხი შეიძლება იყოს მარტივი: ლოკალიზაცია. ფასტი შეუძლია დააფიქსიროს სიგნალი, მაგრამ ვერ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, საიდან მოდის ის.
გალაქტიკის ცენტრი არის უზარმაზარი რეგიონი, რომელიც შეიცავს მილიონობით ვარსკვლავს. სიგნალის თქმა მოდის გალაქტიკის ცენტრიდან, არის როგორც თქმა ხმა მოდის ქალაქიდან. ეს არის სწორი, მაგრამ არასაკმარისად ზუსტი. თუ თქვენ გსურთ იცოდეთ ზუსტად რომელი ვარსკვლავი რომელი სისტემა ასხივებს სიგნალს, თქვენ გჭირდებათ ტრიანგულაცია. დაკვირვება 2 ან მეტი ადგილიდან, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისგან. დედამიწა და მთვარე არიან დაშორებული 320 კილომეტრზე. ეს არის საკმარისი მანძილი იმისთვის, რომ მიიღოთ ზუსტი ტრიანგულაცია სიგნალისთვის, რომელიც მიცმოდის 26,000 სინათლის წლის მოშორებიდან. თუ ფასტი და მთვარის ტელესკოპი ორივე დააფიქსირებს იმავე სიგნალს იმავე დროდროს, მათემატიკა საშუალებას მოგცემთ გამოთვალოთ ზუსტად საიდან მოდის ის, არა მხოლოდ რომელი რეგიონიდან გალაქტიკის ცენტრში, არამედ რომელი კონკრეტული ვარსკვლავიდან. და როდესაც თქვენ იცით ზუსტად საიდან მოდის სიგნალი, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სხვა ტელესკოპები, ოპტიკური ტელესკოპები, ინფრაწითელი ტელესკოპები, რენტგენის ტელესკოპები, ოპები, იმ კონკრეტულ ვარსკვლავზე და ვეძებოთ დამატებითი მტკიცებულება. თქვენ შეგიძლიათ ვეძებოთ პლანეტები ამ ვარსკვლავის გარშემო. თქვენ შეგიძლიათ გაანალიზოთ სპექტრი, ვეძებოთ ნიშნები ატმოსფეროში, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ბიოსიგნატურებს ან ტექნოსიგნატურებს. თქვენ შეგიძლიათ გადაიდოთ ეს ინფორმაცია შესაძლო წყაროდან დადასტურებულ წყაროდ. და ეს არის ის, რისთვისაც ჩინეთი ემზადება. ისინი არ აშენებენ ტელესკოპს მხოლოდ იმისთვის, რომ მოусმინონ. ისინი აშენებენ ტელესკოპს იმისთვის, რომ დაადასტურონ. და როდესაც ისინი დაადასტურებენ, როდესაც ორივე ტელესკოპი დედამიწაზე და მთვარეზე დააფიქსირებს იმავე სიგნალს და მათემატიკა მიუთითებს კონკრეტულ ვარსკვლავზე და სხვა ტელესკოპები დაადასტურებს, რომ ამ ვარსკვლავის გარშემო არის პლანეტები ჰაბიტაბილურ ზონაში, მაშინ ისინი ექნებათ არა ეჭვი, არამედ მტკიცებულება. და მაშინ და მხოლოდ მაშინ ისინი გამოაცხადებენ. მაგრამ რა ხდება, როდესაც თქვენ აშენებთ ინსტრუმენტს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მოусმინოს სიჩუმეს? როდესაც თქვენი ტელესკოპი იმდენად მგრძნობიარია, რომ შეუძლია დააფიქსიროს რადიოსიგნალი, რომელიც სუსტია 1 მილიარდი ვატით, ეს არის ენერგია, რომელიც საკმარისია მობილური ტელეფონის დამუხტვისთვის, მაგრამ გაფანტული მთელ გალაქტიკაზე. მაშინ თქვენ იწყებთ სმენას არა მხოლოდ იმისა, რისი მოსმენაც გსურთ, არამედ ყველაფრის, რაც არსებობს. და აქ იწყება რეალური გამოწვევა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ სრულიად ჩუმ ოთახში. იმდენად ჩუმში, რომ გესმით თქვენი გულის ცემა, თქვენი სისხლის მოძრაობა ვენებში, თქვენი ნერვული სისტემის ელექტრული იმპულსები. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ოთახში თქვენ ცდილობთ მოусმინოთ ჩურჩულს, რომელიც მოდის მეზობელი ქალაქიდან. ეს არის ზუსტად ის გამოწვევა, რომელსაც აწყდებიან ასტრონომები, როდესაც ისინი ეძებენ სიგნალებს კოსმოსიდან. კოსმოსი არ არის ჩუმი, ის სავსეა ხმაურით. პულსარები ასხივებენ რეგულარულ იმპულსებს, კვაზარები ხვირიან რადიოტალღებით. ჩვენი საკუთარი მზე აფეთქებს რადიაციას. და ყოველი ამ სიგნალიდან თქვენ უნდა გამოარჩიოთ ის ერთი, რომელიც შეიძლება იყოს არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური. ვნური. მთვარის უკანა მხარეზე, სადაც ჩინეთი აშენებს თავის ტელესკოპს, ეს პრობლემა ნახევრად გადაწყვეტილია. დედამიწის ხმაური, ყველა ჩვენი რადიოსადგური, ტელევიზია, მობილური ქსელები, რადარები, თუნდაც მიკროტალღური ღუმელები, სრულიად დაბლოკილია მთვარის მასით. მაგრამ კოსმოსური ხმაური რჩება. და ეს ხმაური არის იმდენად ძლიერი, რომ თუ თქვენ არ იცით ზუსტად რას ეძებთ, თქვენ შეიძლება გაატაროთ წლები მონაცემების ანალიზში და ვერასოდეს იპოვოთ ის, რაც ეძებთ. სწორედ ამიტომ ჩინეთის პროექტი არ არის მხოლოდ ტელესკოპის მშენებლობა. ეს არის ხელოვნური ინტელექტის სისტემის შექმნა, რომელიც შეძლებს გაანალიზოს მონაცემების უზარმაზარი ნაკადი, რეალურ დროში და გამოარჩიოს ანომალიები, სიგნალები, რომლებიც არ ჯდება ბუნებრივი ასტროფიზიკური პროცესების შაბლონებში. 2024 წლიდან ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია თანამშრომლობს Tencent-თან და Alibaba-სთან, ორ უდიდეს ტექნოლოგიურ კორპორაციასთან ჩინეთში, სპეციალური ნეირონული ქსელების შესაქმნელად, რომლებიც ვარჯიშდებიან ასტრონომიულ მონაცემებზე. ეს არ არის ჩვეულებრივი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამოიცნობს სახეებს ფოტოებში ან თარგმნის ტექსტებს. ეს არის სისტემა, რომელიც ასწავლეს, როგორ ფიქრობდეს, როგორც ასტრონომი, როგორ გამოარჩიოს შაბლონები ქაოსში, როგორ იპოვოს წესრიგი უწესრიგობაში. და ეს სისტემა უკვე მუშაობს. 2025 წლის დეკემბერში ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც აღწევდა, როგორ მათმა ხელოვნურმა ინტელექტმა გაანალიზა ფასტის მონაცემები 2 წლის განმავლობაში და იპოვა 57 კანდიდატის სიგნალი, რადიოსიგნალები, რომლებიც აჩვენებდნენ მახასიათებლებს, რომლებიც არ შეესაბამებოდა ცნობილ ბუნებრივ წყაროებს. 57 სიგნალი 2 წლის მონაცემებიდან. ეს ჟღევს როგორც ბევრი, მაგრამ ფაქტობრივად ეს არის ერთი სიგნალი ყოველ 15 დღეში.
იშვიათი, მაგრამ არაშეუძლებელი. მაგრამ აქ არის საინტერესო დეტალი. ამ 57 სიგნალიდან 29 მოდიოდა ერთი და იმავე რეგიონიდან ცაში. არა ზუსტად ერთი წერტილიდან, ეს იქნებოდა ძალიან დილიდან, ეს იქნებოდა ძალიან საეჭვო, არამედ რეგიონიდან, რომელიც მოიცავდა დაახლოებით 10 გრადუსს ცის სფეროზე. 10 გრადუსი არის დაახლოებით 20 მთვარის დიამეტრი. დიდი რეგიონი, მაგრამ არა უზარმაზარი. და ეს რეგიონი იყო სწორედ galaktikis ცენტრის მიმართულებაში. ნაშრომი არ ამბობდა ამას პირდაპირ. ის იყო სავსე ტექნიკური ტერმინოლოგიით და სტატისტიკური ანალიზით. მაგრამ როდესაც დასავლელმა ასტრონომებმა გაანალიზეს მონაცემები, რომლებიც იყო თან ერთო და ნაშრომს, ისინი ამჩნევდნენ შაბლონს. და ეს შაბლონი იყო ძალიან კონკრეტული. სიგნალები არ იყო შემთხვევითი. ისინი არ იყო თანაბრად განაწილებული ცაში. ისინი იყო კონცენტრირებული ერთ რეგიონში. რეგიონში, სადაც თუ არსებობს მოწინავე ცივილიზაციები ჩვენს galaktikაში, ისინი ლოგიკურად უნდა იყვნენ. მაგრამ 57 სიგნალი არ არის მტკიცებულება. ეს არის მინიშნება. ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ გააგრძელოთ ძიება, მაგრამ არა საკმარისი იმისთვის, რომ გამოაცხადოთ აღმოჩენოთ აღმოჩენა. და სწორედ აქ შემოდის მთვარის ტელესკოპი. თუ ფასტი არის პირველი ფილტრი, რომელიც იჭერს პოტენციურ სიგნალებს, მთვარის ტელესკოპი არის მეორე ფილტრი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ორი ტელესკოპი, ორი დამოუკიდებელი დაკვირვება, ერთი მიზანი – ვერიფიკაცია. და ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება ახლა. 2026 წლის მარტიდან, როდესაც მთვარის ტელესკოპის პირველი ფაზა დასრულდა, პირველი 10,000 ანტენა დამონტაჟდა და ტესტირდება, ჩინეთის კოსმოსური სააგენტო ახორციელებს კოორდინირებულ დაკვირვებებს ფასტსა და მთვარის ტელესკოპს შორის. ისინი არ აცხადებენ ამას საჯაროდ. ოფიციალური განცხადებები საუბრობს ტექნიკურ ტესტებზე და კალიბრაციაზე. მაგრამ როდესაც თქვენ აანალიზებთ დაკვირვების განრიგს, რომელიც ნაწილობრივ საჯაროა, რადგან ფასტი ზოგჯერ იზიარებს თავის დაკვირვების გეგმებს საერთაშორისო ასტრონომიულ საზოგადოებასთან, თქვენ ხედავთ, რომ ორივე ტელესკოპი ხშირად უსმენს იმავე რეგიონს იმავე დროს. ეს არ არის შემთხვევა. ეს არის კოორდინაცია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ასტრონომი, რომელიც მუშაობს ამ პროექტზე. თქვენ იცით, რომ ფასტმა იპოვა რაღაც 57 სიგნალი, რომელთაგან 29 მოდის ერთი რეგიონიდან. თქვენ იცით, რომ ეს შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ადამიანის ისტორიაში. ან შეიძლება იყოს უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, ან უცნობი ბუნებრივი ფენომენი. თქვენი სამუშაოა გაარკვიოთ რომელია. და თქვენ გაქვთ ინსტრუმენტი, მთვარის ტელესკოპი, რომელიც შეუძლია დაგეხმაროთ ამაში. მაგრამ თქვენ ასევე იცით, რომ თუ თქვენ გამოაცხადებთ ამას ძალიან ადრე და აღმოჩნდება, რომ თქვენ შეცდომაში იყავით, თქვენი კარიერა დასრულებულია. და თუ თქვენ არ გამოაცხადებთ ამას და სხვა ვინმე იპოვებს იმავეს და გამოაცხადებს პირველი, თქვენ დაკარგავთ ყველაფერს. ეს არის დილემა, რომელშიც იმყოფებიან ჩინელი ასტრონომები ახლა. და ეს ხსნის, რატომ არიან ისინი იმდენად ფრთხილები. ისინი არ მალავენ პროექტს. ისინი საჯაროდ აშენებენ ტელესკოპს, აქვეყნებენ ნაშრომებს, მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში. მაგრამ ისინი არ საუბრობენ იმაზე, რაც მათ ნამდვილად აინტერესებთ. ისინი საუბრობენ ეგზოპლანეტებზე, კოსმოსურ ბნელ ხანაზე, პულსარებზე. ისინი არ საუბრობენ იმ 57 სიგნალზე, რომლებიც მოდის galaktikis ცენტრიდან. მაგრამ არსებობს ადამიანები, რომლებიც ამჩნევენ. 2026 წლის ივნისში ჯეისონ რაითმა, ბერკლის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა, რომელიც სპეციალიზირებულია სეტი კვლევებში, გამოაქვეყნა ბლოგ-პოსტი, რომელიც სწრაფად გავრცელდა ასტრონომიულ საზოგადოებაში. მან გააანალიზა ყველა საჯარო მონაცემი ჩინეთის ფასტისა და მთვარის ტელესკოპის პროექტების შესახებ და მივიდა დასკვნამდე, რომელიც იყო ერთდროულად ლოგიკური და შემაშინებელი. ჩინეთი ახორციელებს ყველაზე ამბიციურ სეტი პროგრამას ისტორიაში და ისინი არ გვიზიარებენ მონაცემებს. ეს ნიშნავს ორ რამეს. ან ისინი არაფერს არ პოულობენ და არ სურთ დროის დაკარგვა საჯარო დისკუსიებში, ან ისინი პოულობენ რაღაცას და არ არიან მზად გაზიარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მეორე. რაითის პოსტმა გამოიწვია დებატები. ზოგიერთი ასტრონომი დაეთანხმა მას. სხვები თვლიდნენ, რომ ის იყო ძალიან სპეკულაციური. მაგრამ ყველამ დაეთანხმა ერთ რამეში. თუ ჩინეთს ნამდვილად აქვს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ რაღაცაზე უჩვეულოზე galaktikis ცენტრში, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს ამის შესახებ. მეცნიერება არის კოლექტიური საქმიანობა. აღმოჩენები, რომლებიც არ არის გაზიარებული, არ არის აღმოჩენები. ისინი არის საიდუმლოებები. მაგრამ აქ ჩვენ შევდივართ რთულ ტერიტორიაზე. რა ხდება, როდესაც მეცნიერება ხდება ეროვნულ უსაფრთხოებას? როდესაც აღმოჩენა, რომელიც უნდა იყოს გაზიარებული მთელ კაცობრიობასთან, ხდება სტრატეგიული აქტივი ერთი ქვეყნისთვის? ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს არ არის ახალი პრობლემა. მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც ამერიკა და საბჭოთა კავშირი ასპარეზობდნენ კოსმოსურ უბოლაში, ორივე მხარე ინახავდა თავის აღმოჩენებს კლასიფიცირებულად.
ამერიკელი ასტრონომები, რომლებიც მუშაობდნენ სამხედრო პროექტებზე, ვერ აქვეყნებდნენ თავიანთ კვლევებს. საბჭოთა მეცნიერები, რომლებიც აღმოაჩენდნენ რაღაცას მნიშვნელოვანს, უნდა ელოდნენ წლებს, სანამ მათი ნაშრომები გახდებოდა საჯარო. და ახლა ჩვენ ვხედავთ იმავე შაბლონს. ჩინეთი, რომელიც ახლა არის ერთ-ერთი ლიდერი კოსმოსურ ტექნოლოგიებში, ახორციელებს პროექტს, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ექსპერიმენტი ამ საუკუნეში და ისინი არ იზიარებენ მონაცემებს. ეს არის მათი უფლება. ისინი აფინანსებენ პროექტს, ისინი აშენებენ ტელესკოპებს, ისინი წყვეტენ რას აკეთებენ მონაცემებით. მაგრამ ეს ასევე არის პრობლემა, რადგან თუ ისინი ნამდვილად პოულობენ რაღაცას, თუ ისინი აღმოაჩენენ პირველ მტკიცებულებას გარეგანი ცივილიზაციის არსებობისა, ეს არ არის მხოლოდ ჩინური აღმოჩენა. ეს არის ადამიანური აღმოჩენა. ეს ეხება ყველას. მაგრამ დაუშვათ, რომ ჩინეთი გადაწყვეტს გაზიარებას. დაუშვათ, რომ ერთ დღეს, შესაძლოა 1 წლის შემდეგ, შესაძლოა 5 წლის შემდეგ, ისინი მოიწვევენ პრესკონფერენციას და გამოაცხადებენ. ჩვენ იპოვეთ რაღაც. ჩვენ დავაფიქსირეთ სიგნალები გალაქტიკის ცენტრიდან, რომლებიც არ შეესაბამება არც ერთ ცნობილ ბუნებრივ პროცესს. ჩვენ გვაქვს მონაცემები 2 დამოუკიდებელი ტელესკოპიდან. ჩვენ გვაქვს ტრიანგულაცია. ჩვენ ვიცით, საიდან მოდის სიგნალი და ჩვენ ვთავაზობთ, რომ ეს შეიძლება იყოს ტექნოსიგნატურა გარეგანი ცივილიზაციისგან. რა მოხდება შემდეგ? პირველი რაც მოხდება არის სკეპტიციზმი. ეს არის ნორმალური და ჯანსაღი რეაქცია. ასტრონომები მთელს მსოფლიოში მოითხოვენ წვდომას მონაცემებზე. ისინი დაიწყებენ დამოუკიდებელ ანალიზს. ისინი ეძებენ შეცდომებს, ალტერნატიულ ახსნებს, ტექნიკურ პრობლემებს. ეს არის როგორც მუშაობს მეცნიერება, არა ბრმა რწმენით, არამედ ვერიფიკაციით. და ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს თვეებს ან წლებს. მაგრამ დაუშვათ, რომ ვერიფიკაცია ადასტურებს აღმოჩენას. დაუშვათ, რომ სხვა ტელესკოპები, ამერიკული, ევროპული, იაპონური, ასევე უსმენენ იმავე რეგიონს და ასევე ხედავენ იმავე სიგნალებს. დაუშვათ, რომ მათემატიკა ადასტურებს, რომ ეს არ არის შემთხვევა, არა შეცდომა, არა ბუნებრივი ფენომენი. დაუშვათ, რომ მეცნიერული კონსენსუსი ყალიბდება. ჩვენ იპოვეთ რაღაც, რაც გავს ტექნოსიგნატურას. რა მოხდება მაშინ? ეს არის კითხვა, რომელზეც არავინ იცის პასუხი, რადგან ეს არასოდეს მომხდარა. ჩვენ არ გვაქვს პროტოკოლი იმისთვის, რომ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ვიპოვით პირველ მტკიცებულებას გარეგანი ცივილიზაციის არსებობისა. არსებობს დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება Post Detection პროტოკოლი, შემუშავებული საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1990-იან წლებში. მაგრამ ეს დოკუმენტი არის მეტად რეკომენდაცია, ვიდრე კანონი. ის ამბობს, რომ თუ ვინმე იპოვის სიგნალს, რომელიც შეიძლება იყოს გარეგანი ცივილიზაციისგან, ისინი უნდა. პირველი, დაადასტურონ აღმოჩენა დამოუკიდებელი დაკვირვებებით. მეორე, აცნობონ საერთაშორისო ასტრონომიულ საზოგადოებას. მესამე, აცნობონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. მეოთხე, გაზიარონ მონაცემები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მაგრამ ეს არის იდეალური სცენარი. რეალობაში, როდესაც ქვეყანა ახორციელებს პროექტს, რომელიც ღირს მილიარდობით დოლარს, და როდესაც ეს პროექტი იძლევა აღმოჩენას, რომელიც შეიძლება შეცვალოს გეოპოლიტიკური ბალანსი, პროტოკოლები ხდება მეორეხარისხოვანი. პირველი რაც ხდება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის? და აქ ჩვენ შევდივართ ტერიტორიაზე, რომელიც არის ნაკლებად სამეცნიერო და მეტად პოლიტიკური. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ლიდერი ქვეყნისა, რომელმაც ახლახან აღმოაჩინა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო სამყაროში. თქვენ იცით, რომ ეს ინფორმაცია, როდესაც გახდება საჯარო, შეცვლის ყველაფერს, არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ რელიგიას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, ეკონომიკას. თქვენ იცით, რომ ქვეყანა, რომელიც კონტროლს უწევს ამ ინფორმაციას, მიიღებს უზარმაზარ გავლენას მსოფლიო სცენაზე და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როდის და როგორ გამოაცხადოთ ეს. თუ თქვენ გამოაცხადებთ ძალიან ადრე, სანამ არ გაქვთ აბსოლუტური მტკიცებულება, თქვენ რისკავთ საერთაშორისო რეპუტაციას. თუ თქვენ გამოაცხადებთ ძალიან გლიან და სხვა ქვეყანა იპოვებს იმავეს და გამოაცხადებს პირველი, თქვენ კარგავთ სტრატეგიულ უპირატესობას. და თუ თქვენ არ გამოაცხადებთ საერთოდ და ინფორმაცია გაჟონდება, რაც ყოველთვის ხდება, თქვენ წააწყდებით საერთაშორისო კრიტიკას და შიდა პოლიტიკურ კრიზისს. ეს არის დილემა, რომელშიც შეიძლება იმყოფებოდეს ჩინეთის ხელმძღვანელობა ახლა. და ეს ხსნის, რატომ არიან ისინი იმდენად ფრთხილები. ისინი არ მალავენ პროექტს, მაგრამ ისინი არც აცხადებენ მის რეალურ მიზანს. ისინი აგროვებენ მონაცემებს, ამოწმებენ და ხელახლა ამოწმებენ და ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც ისინი იქნებიან აბსოლუტურად დარწმუნებულები. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ექნებათ არა ეჭვი, არამედ მტკიცებულება, ისინი გამოაცხადებენ. მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ლოდინი? ეს არის კითხვა, რომელიც აწუხებს ასტრონომებს მთელ მსოფლიოში. თუ ჩინეთს ნამდვილად აქვს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ რაღაცაზე უჩვეულოზე, რამდენ ხანს შეუძლიათ შეინარჩუნონ სიჩუმე?
1 წელი, 5 წელი, 10 წელი. და რა ხდება თუ ამ დროის განმავლობაში სხვა ვინმე, ამერიკა, ევროპა, კერძო კომპანია როგორიცაა SpaceX-ი, ასევე აშენებს მგრძნობიარე ტელესკოპს და იპოვებს იმავეს. ეს არის სცენარი, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ჩინეთის სტრატეგებს. ისინი ინვესტირებენ მილიარდობით დოლარს პროექტში, რომელიც უნდა მისცეს მათ სტრატეგიული უპირატესობა, პირველობა აღმოჩენაში, რომელიც შეცვლის ისტორიას. მაგრამ ტექნოლოგია ვითარდება სწრაფად. ის, რაც იყო შეუძლებელი 10 წლის წინ, ახლა ხდება რუტინული. და ის, რაც ახლა არის ჩინეთის ექსკლუზიური შესაძლებლობა, მთვარის უკანა მხარეზე ტელესკოპის ექსპლუატაცია, შეიძლება გახდეს საერთო შესაძლებლობა 5 ან 10 წლის შემდეგ. NASA უკვე გეგმავს თავის მისიას მთვარის უკანა მხარეზე. არტემის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების დაბრუნებას მთვარეზე 2027 წლისთვის, მოიცავს გეგმებს მუდმივი ბაზის შესაქმნელად მთვარის სამხრეთ პოლუსზე. და ერთ-ერთი მიზანი ამ ბაზისა არის სწორედ რადიოასტრონომია. ტელესკოპების განთავსება მთვარის უკანა მხარეზე, სადაც ისინი შეძლებენ მოусმინონ კოსმოსს ისე, როგორც ეს არასოდეს ყოფილა შესაძლებელი დედამიწიდან. ევროპული კოსმოსური სააგენტო ასევე გეგმავს მსგავს პროექტს და კერძო კომპანიები, როგორიცაა SpaceX-ი და Blue Origin-ი, ასევე აცხადებენ ინტერესს მთვარის რესურსების ექსპლუატაციაში, რაც მოიცავს სამეცნიერო ინსტრუმენტების განთავსებას. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ფანჯარა ექსკლუზიურობისთვის კლება. თუ ისინი სურთ იყვნენ პირველები, რომლებიც გამოაცხადებენ აღმოჩენას, რომელიც შეცვლის ისტორიას, მათ აქვთ შეზღუდული დრო. და ეს ქმნის წნეხს, რომელიც შეიძლება აიძულოს მათ გამოაცხადონ რაღაც, სანამ ისინი არიან სრულიად მზად, ან რისკავენ დაკარბონ პირველობები. მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორი, რომელიც ართულებს სიტუაციას კიდევ უფრო მეტად. დრო. არა დრო, რომელიც რჩება ჩინეთს გამოსაცხადებლად, არამედ დრო, რომელიც სჭირდება სიგნალს მოგზაურობისთვის კოსმოსში. თუ სიგნალი, რომელსაც ჩინეთი აფიქსირებს, მოდის გალაქტიკის ცენტრიდან, ეს ნიშნავს, რომ ის გამოგზავნილი იქნა 26,000 წლის წინ. 26,000 წელი. ეს არის დრო, რომელიც გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანები ჯერ კიდევ იყვნენ მონადირე შემგროვებლები. ეს არის დრო, რომელიც გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი წინაპრები ხატავდნენ გამოქვაბულების კედლებზე და აღმოაჩენდნენ ცეცხლს. და ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ცივილიზაცია, რომელმაც გამოგზავნა ეს სიგნალი, ახლა არის 26,000 წლით უფრო მოწინავე ვიდრე იყო მაშინ. თუ ისინი იყვნენ ჩვენი დონის ტექნოლოგიით 26,000 წლის წინ, ახლა ისინი არიან რა? ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ კიდეც. ჩვენი მთელი ტექნოლოგიური ცივილიზაცია, ყველაფერი, ელექტრობიდან კომპიუტერებამდე, კოსმოსური ხომალდებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე, განვითარდა ბოლო 200 წლის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს 26,000 წლის განმავლობაში. ეს არის ის, რაც ასტრონომები უწოდებენ ტექნოლოგიური სინგულარობის პრობლემას. როდესაც ცივილიზაცია აღწევს გარკვეულ დონეს ტექნოლოგიურ განვითარებაში, მისი პროგრესი ხდება იმდენად სწრაფი, რომ ის ხდება არაპროგნოზირებადი. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ცივილიზაცია, რომელიც 100 წლით უფრო მოწინავეა ვიდრე ჩვენ. ისინი შეიძლება ჰქონდეთ უკეთესი კომპიუტერები, უკეთესი კოსმოსური ხომალდები, უკეთესი მედიცინა. მაგრამ ცივილიზაცია, რომელიც 1000 წლით უფრო მოწინავეა, 10,000 წლით, 26,000 წლით, სიწლით, ეს უკვე არის მიღმა ჩვენი გააზრების უნარისა. და თუ ასეთი ცივილიზაცია არსებობს, და თუ ისინი ნამდვილად გამოგზავნიან სიგნალებს, ან უბრალოდ ასხივებენ ტექნოსიგნატურებს, როგორც გვერდით პროდუქტს მათი არსებობისას, მაშინ კითხვა აღარ არის, არსებობენ თუ არა ისინი. კითხვა ხდება, რატომ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ უფრო აშკარად? თუ ისინი იმდენად მოწინავეები არიან, რატომ არ არის მთელი გალაქტიკა სავსე მათი ტექნოლოგიით? რატომ არ არის ისინი აქ, ჩვენს მზის სისტემაში, ან მაინც რატომ არ აგზავნიან ისინი აშკარად ძლიერ სიგნალებს, რომლებიც შეუძლებელია გამოტოვება? ეს არის ცნობილი როგორც ფერმის პარადოქსი, სახელდებული იტალიელი ფიზიკოსის ენრიკო ფერმის სახელით, რომელმაც პირველად ჩამოაყალიბა ეს კითხვა 1950-იან წლებში. თუ გალაქტიკა იმდენად დიდია და თუ ვარსკვლავები და პლანეტები იმდენად მრავალრიცხოვანია და თუ სიცოცხლე შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ ადგილას, სადაც არის შესაბამისი პირობები, მაშინ სად არიან ყველა? რატომ ჩვენ ვერ ვხედავთ მტკიცებულებას მათი არსებობისა? არსებობს მრავალი შესაძლო პასუხი ამ კითხვაზე. შესაძლოა ჩვენ ვართ პირველები, პირველი ტექნოლოგიური ცივილიზაცია ჩვენს გალაქტიკაში. შესაძლოა სიცოცხლე არის იმდენად იშვიათი, რომ ჩვენ ვართ ერთადერთები. შესაძლოა ცივილიზაციები თვითდესტრუქციას უკეთებენ, სანამ ისინი გახდებიან საკმარისად მოწინავეები გალაქტიკური მასშტაბის ტექნოლოგიის შესაქმნელად. შესაძლოა ისინი არსებობენ, მაგრამ ისინი არ სურთ კომუნიკაცია. ან იმიტომ, რომ ისინი არ არიან დაინტერესებულები, ან იმიტომ, რომ ისინი ფრთხილად არიან, ან იმიტომ, რომ ისინი იცავენ რაღაც გალაქტიკურ კარანტინს,
რომელიც კრძალავს კონტაქტს ახალგაზრდა ცივილიზაციებთან. ან შესაძლოა ისინი არსებობენ და ისინი აგზავნიან სიგნალებს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ მათ. ჯერ. შესაძლოა ჩვენი ტელესკოპები არ არის საკმარისად მგრძნობიარეები. შესაძლოა ჩვენ ვეძებთ არასწორ ადგილას, ან არასწორ სიხშირეზე, ან არასწორი ტიპის სიგნალებს. შესაძლოა ის, რაც ჩინეთი აშენებს მთვარის უკანა მხარეზე, არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც საბოლოოდ საშუალებას მოგცემს დავინახოთ ის, რაც ყოველთვის იყო იქ, მაგრამ რასაც ჩვენ ვერ ვხედავდით. და თუ ეს მართალია, თუ ჩინეთის ტელესკოპი ნამდვილად აფიქსირებს რაღაცას, რაც არის არაბუნებრივი, არამედ ხელოვნური, მაშინ ჩვენ ვდგავართ იმ მომენტის წინაშე, რომელიც შეცვლის ყველაფერს. არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ ფილოსოფიას, რელიგიას, პოლიტიკას, ეკონომიკას, ყველაფერს. რადგან თუ ჩვენ არ ვართ მარტო, თუ სადმე იქ 26,000 სინათლის წლის მოშორებით არსებობს სხვა ცივილიზაცია, რომელიც ასხივებს სიგნალებს, რომლებიც ჩვენ ახლა ვიწყებთ მოსმენას, მაშინ ყველა ჩვენი კითხვები, ვინ ვართ ჩვენ და რატომ ვართ ჩვენ აქ, იღებს ახალ მნიშვნელობას. ჩვენ აღარ ვართ უნიკალური, ჩვენ აღარ ვართ ცენტრი სამყაროსი, ჩვენ ვართ ერთი მრავალთაგან. შესაძლოა ახალგაზრდა, შესაძლოა პრიმიტიული, მაგრამ ნაწილი რაღაცისა, რაც ბევრად უფრო დიდია ვიდრე ჩვენ. და ეს არის ის, რისთვისაც ჩინეთი ემზადება. არა მხოლოდ ტექნიკურად, აშენებით ტელესკოპებს და ვითარებით ალგორითმებს, არამედ ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად. ისინი ემზადებიან იმ მომენტისთვის, როდესაც ისინი უნდა გამოაცხადონ რაღაც, რაც შეცვლის ისტორიას. და ისინი ემზადებიან იმ შედეგებისთვის, რომლებიც მოჰყვება ამ გამოცხადებას. რადგან როდესაც ეს მომენტი მოვა და ბევრი ასტრონომი თვლის, რომ ეს არის კითხვა არა თუ, არამედ როდის, მსოფლიო აღარ იქნება იგივე. ჩვენ შევალთ ახალ ეპოქაში, სადაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. და ეს ცოდნა, ეს ერთი მარტივი ფაქტი, შეცვლის ყველაფერს იმის შესახებ, თუ როგორ ხედავთ ჩვენს თავს, ჩვენს ადგილს სამყაროში და ჩვენს მომავალს როგორც სახეობას. მაგრამ ჯერ ჩვენ ველოდებით. ველოდებით მონაცემებს, ველოდებით ვერიფიკაციას. ველოდებით იმ მომენტს, როდესაც ჩინეთი ან ვინმე სხვა გადაწყვეტს, რომ დროა გამოცხადება. და სანამ ეს მომენტი მოვა, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ და ვიფიქროთ იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ვიპოვით პასუხს კითხვაზე, რომელიც აწუხებს ადამიანობას ათასობით წლების განმავლობაში. ვართ თუ არა ჩვენ მარტო სამყაროში? და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, პასუხი უკვე არის იქ, ელოდება აღმოჩენას, მთვარის უკანა მხარეზე, სადაც სიჩუმე საბოლოოდ საშუალებას გვაძლევს მოусმინოთ იმას, რაც ყოველთვის იყო იქ, მაგრამ რასაც ჩვენ ვერასოდეს უსმენდით. მაგრამ რა ხდება, როდესაც თქვენ იწყებთ მოსმენას არა მხოლოდ სიგნალებისა, არამედ სივრცის თავად სტრუქტურისა? როდესაც თქვენი ტელესკოპი ხდება იმდენად მგრძნობიარე, რომ ის იწყებს დაფიქსირებას არა მხოლოდ რადიო ტალღების, არამედ გრავიტაციული ველების დამახინჯებების, დროის თავად მოღუნვის. აქ ჩვენ შევდივართ ტერიტორიაზე, სადაც ასტრონომია ხვდება ფუნდამენტურ ფიზიკას და სადაც ის, რასაც ჩინეთი აშენებს მთვარეზე, ხდება არა მხოლოდ ტელესკოპი, არამედ ინსტრუმენტი, რომელიც შეუძლია გამოავლინოს თავად სივრცე დროის ქსოვილის დამახინჯებები. წარმოიდგინეთ, რომ სამყარო არის არა ცარიელი სივრცე, სადაც ობიექტები მოძრაობენ, არამედ ქსოვილი, ოთხგანზომილებიანი ქსოვილი, რომელიც იჭიმება, იკუმშება, ირხევა. ეინშტეინმა გვიჩვენა ეს 100 წლის წინ. მასა ახრევს სივრცე დროს და ეს ახრევა არის ის, რასაც ჩვენ უწოდებთ გრავიტაციას. მაგრამ ის, რაც ეინშტეინმა ვერ იცოდა, რადგან მას არ ჰქონდა ინსტრუმენტები ამის გასაზომად, არის ის, რომ ეს ქსოვილი არ არის უბრალოდ პასიური ფონი. ის არის აქტიური, დინამიური, სავსე სტრუქტურებით, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ ვიწყებთ გააზრებას. გალაქტიკის ცენტრი. ის რეგიონი, რომელზეც ჩინეთის ტელესკოპები მიმართულია, არის ადგილი, სადაც სივრცე დრო არის იმდენად დამახინჯებული, რომ ის ქმნის ეფექტებს, რომლებიც ჩანან როგორც მაგია. სტრელეცის A, სუპერმასიური შავი ხვრელი გალაქტიკის ცენტრში, არის ობიექტი, რომლის მასა 4 მილიონი მზის მასის ტოლია, შეკუმშული სფეროში, რომლის დიამეტრი 24 მილიონი კილომეტრია. ეს არის ზომა, რომელიც ჯდება მთელი ჩვენი მზის სისტემის შიგნით, მაგრამ შეიცავს მასას, რომელიც 4 მილიონჯერ აღემატება ჩვენი მზის მასას. რა ხდება სივრცე დროსთან ასეთი ობიექტის გარშემო? ის იხრება იმდენად ძლიერად, რომ დრო თავად ნელდება. თუ თქვენ შეძლებდით დგომას შავი ხვრელის მოვლენის ჰორიზონტის მახლობლად, წერტილს, საიდანაც თუნდაც სინათლე ვერ გაიქცევა და უყურებდით გარე სამყაროს, თქვენ დაინახავდით, როგორ სამყარო ცხოვრობს ჩქარა გადახვევაში. საათები თქვენთვის იქნებოდა წლები გარეთ. დრო თავად ხდება ფარდობითი, დამოკიდებული იმაზე, თუ სად იმყოფებით გრავიტაციულ ველში. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ჯერ კიდევ ნაკლებად გასაგებია. შავი ხვრელები არ არიან მხოლოდ პასიური ხვრელების სივრცეში.
ისინი არიან აქტიური, დინამიური სისტემები, რომლებიც ურთიერთქმედებენ გარემოსთან რთული გზებით. როდესაც მატერია ეცემა შავ ხვრელში, ის არ უბრალოდ ქრება. ის აჩქარებს უზარმაზარ სიჩქარეებამდე, ცხელდება მილიონობით გრადუსამდე და ასხივებს უზარმაზარ რაოდენობით ენერგიას, რენტგენის სხივებს, გამა სხივებს და დიახ, რადიოტალღებს. და აქ იწყება საინტერესო. 2038 წელს Event Horizon ტელესკოპმა, გლობალურმა ქსელმა რადიოტელესკოპებისა, რომლებიც მუშაობენ როგორც ერთი უზარმაზარი ინსტრუმენტი, გააკეთა პირველი ფოტო შავი ხვრელის მოვლენის ჰორიზონტისა. არასტრელეცის ის ძალიან რთულია დასაფიქსირებლად, რადგან ის მდებარეობს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, სადაც უზარმაზარი რაოდენობით მტვერი და გაზი ბლოკავს ხედვას. არამედ შავი ხვრელის სხვა გალაქტიკაში, 97-ში. ფოტო იყო ისტორიული, პირველი პირდაპირი ვიზუალური მტკიცებულება იმისა, რაც ეინშტეინმა წინასწარმეტყველა 100 წლის წინ. მაგრამ ის, რაც ნაკლებად იქნა განხილული, იყო ის, რაც ფოტომ ასევე გამოავლინა – სტრუქტურა. არა მხოლოდ შავი წრე, მოვლენის ჰორიზონტი, არამედ რთული შაბლონები სინათლისა და ჩრდილისა გარშემო მის. ეს შაბლონები არ იყო შემთხვევითი. ისინი აჩვენებდნენ, როგორ მატერია მოძრაობს შავი ხვრელის გარშემო, როგორ მაგნიტური ველები აწყობენ პლაზმას, როგორ ენერგია გამოისხიება ჯეტებში, რომლებიც გადაჭიმულია 10,000-ობით სინათლის წლებზე. და როდესაც ასტრონომებმა გააანალიზეს ეს შაბლონები, ისინი იპოვეს რაღაც მოულოდნელი – პერიოდულობა. სტრუქტურები არიან სტატიკური. ისინი იცვლებოდნენ დროთა განმავლობაში, მაგრამ არა შემთხვევითად. ისინი აჩვენებდნენ რიტმს, განმეორებად შაბლონებს, რომლებიც მიუთითებდა რაღაცაზე, რაც ხდებოდა რეგულარულად, პროგნოზირებადად. რა იყო ეს? ოფიციალური ახსნა. მატერიის აკრეციული დისკის ბრუნვა შავი ხვრელის გარშემო, რომელიც ქმნის რეგულარულ ვარიაციებს გამოსხივებაში. მაგრამ არსებობდა პრობლემა ამ ახსნასთან. პერიოდულობა იყო ძალიან სტაბილური, ძალიან რეგულარული იმისთვის, რომ იყოს მხოლოდ ბუნებრივი პროცესი. აკრეციული დისკები არის ქაოსური სისტემები, სადაც მატერია მოძრაობს არაპროგნოზირებადი გზებით, სადაც ტურბულენტობა და მაგნიტური ველები ქმნიან მუდმივ ცვალებადობას. მაგრამ ის, რასაც Event Horizon ტელესკოპი ხედავდა, იყო რაღაცაც, რაც გავდა საათის მექანიზმს, რეგულარულ, განმეორებად შაბლოს, რომელიც გრძელდებოდა დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში. და აქ იწყება სპეკულაციები, რომლებიც ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ რომლებიც ფაქტობრივად ემყარება სერიოზულ ფიზიკას. რათუ ეს პერიოდულობა არ არის ბუნებრივი? რათუ ის არის ტექნოსიგნატურა, არა განზრახი სიგნალი, არამედ გვერდითი ეფექტი რაღაცისა, რასაც აკეთებს მოწინავე ცივილიზაცია შავი ხვრელის გარშემო. წარმოიდგინეთ ცივილიზაცია, რომელიც იმდენად მოწინავეა, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ შავი ხვრელი როგორც ენერგიის წყარო. ეს არ არის ფანტასტიკა, ეს არის კონცეფცია, რომელიც პირველად შემოთავაზებული იქნა ფრიმენ დაისონის მიერ, ბრიტანელი ფიზიკოსის მიერ, 1970-იან წლებში. დაისონმა იფიქრა, რომ სუფრა მოწინავე ცივილიზაცია შიზაცია შეიძლება ააშენოს სტრუქტურები ვარსკვლავის გარშემო, რომლებიც დაიჭერენ მის ენერგიას, ის, რასაც ახლა უწოდებენ დაისონის სფეროს. მაგრამ შავი ხვრელი არის ბევრად უფრო ძლიერი ენერგიის წყარო, ვიდრე ნებისმიერი ვარსკვლავი. თუ თქვენ შეძლებდით გამოკენებას მატერიის, რომელიც ეცემა შავ ხვრელში, თქვენ მიიღებდით ენერგიას, რომელიც აღემატება ბირთვული შერწყმის ეფექტურობას. და თუ ასეთი სტრუქტურა არსებობს, თუ ცივილიზაცია ნამდვილად აშენებს რაღაცას შავი ხვრელის გარშემო, რომელიც აგროვებს ენერგიას, მაშინ ეს სტრუქტურა შექმნიდა პერიოდულ ვარიაციებს გამოსხივებაში. არა იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ გაგზავნონ სიგნალი, არამედ იმიტომ, რომ თავად სტრუქტურა, მისი ბრუნვა, მისი ოპერაცია, მისი ურთიერთქმედება მატერიასთან შექმნიდა შაბლონებს, რომლებიც ჩანდა როგორც რეგულარული ვარიაციები რადიოსიგნალებში. ეს არის ის, რასაც ასტრონომები უწოდებენ მეგასტრუქტურის ჰიპოთეზას. და თუმცა ეს ჟღერს როგორც ფანტასტიკა, ფიზიკა არ კრძალავს ამას. თუ ცივილიზაციას აქვს საკმარისი დრო, მილიონობით წლები და საკმარისი ტექნოლოგია, არაფერი ფიზიკის კანონზე ის კანონებში არ ამბობს, რომ ისინი ვერ შეძლებენ ააშენონ სტრუქტურები, რომლებიც გამოიყენებენ შავი ხვრელის ენერგიას. და აქ ჩინეთის ფარის ტელესკოპი ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. რადგან თუ ასეთი სტრუქტურები არსებობს გალაქტიკის ცენტრში, ისინი ასხივებდნენ არა მხოლოდ ოპტიკურ სინათლეს, რომელსაც ბლოკავს მტვერი და გაზი, არამედ რადიოტალღებს, რომლებიც გადის ყველაფრის გავლით. და ეს რადიოტალღები იქნებოდა არა შემთხვევითი ხმაური, არამედ სტრუქტურირებული სიგნალები, რომლებიც ასახავენ სტრუქტურის თავად გეომეტრიას და ოპერაციას. მაგრამ როგორ გამოარჩევთ ასეთ სიგნალს ბუნებრივი კოსმოსური ხმაურისგან? აქ შემოდის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ჩინეთი ავითარებს. ტრადიციული მეთოდები, როდესაც ასტრონომები ხელით აანალიზებენ მონაცემებს, ეძებენ შაბლონებს, მუშაობს მცირე მონაცემების ნაკადებისთვის.
მაგრამ მთვარის ტელესკოპი გამოიმუშავებს პეტაბაიტებს მონაცემებს ყოველდღიურად. 1 პეტაბაიტი არის 1 მილიონი გიგაბაიტი. ეს არის იმდენი ინფორმაცია, რომ ადამიანი ვერასოდეს შეძლებს მის ანალიზს. სწორედ ამიტომ ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის სისტემა არის არა დამხმარე ინსტრუმენტი, არამედ ცენტრალური კომპონენტი პროექტისა. ეს სისტემა, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ ტიანვენ, ცის თვალი, არის ნეირონული ქსელი, რომელიც ვარჯიშდება არა მხოლოდ ასტრონომიულ მონაცემებზე, არამედ ფიზიკის პრინციპებზე. მას ასწავლეს, როგორ გამოიყურება ბუნებრივი პროცესები, პულსარები, კვაზარები, სუპერნოვები და როგორ გამოიყურება ანომალიები, სიგნალები, რომლებიც არ ჯდება არც ერთ ცნობილ შაბლონში. და ეს სისტემა უკვე პოულობს რაღაცას. 2026 წლის სექტემბერში, 2 თვის შემდეგ, რაც მთვარის ტელესკოპის პირველი ფაზა დაიწყო ოპერაციას, ტიანვენმა დააფიქსირა ანომალია, რომელიც არ გავდა არაფერს, რაც ადრე ნანახი იყო. სიგნალი მოდიოდა გალაქტიკის ცენტრის რეგიონიდან, არა სტრელეცის A-დან პირდაპირ, არამედ რეგიონიდან დაახლოებით 2 გრადუსით გვერდით, სადაც ასტრონომებმა იციან, რომ არსებობს კლასტერი ახალგაზრდა მასიური ვარსკვლავების. სიგნალი არ იყო უწყვეტი, ის იყო პულსირებული. მოკლე აფეთქებები რადიოენერგიისა, რომლებიც ხდებოდა რეგულარული ინტერვალებით. პერიოდი იყო 32 საათი და 24 წუთი. ეს არის უჩვეულო რიცხვი, არა მთელი დღე, არა ნახევარი დღე, არამედ რაღაც შუალედური. და ის იყო სტაბილური. ყოველი პულსი მოდიოდა ზუსტად იმავე ინტერვალით, შეცდომით, რომელიც იყო ნაკლები 1 წამზე. რა ბუნებრივი პროცესი შეიძლება შექმნას ასეთ რეგულარულ პულსაციას? პულსარები, ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც ბრუნავენ და ასხივებენ რადიოსხივებს, არიან ცნობილი რეგულარული პულსაციებით. მაგრამ პულსარების პერიოდები არის მილიწამებიდან წამებამდე, არა საათებამდე. ბინარული ვარსკვლავების სისტემები, 2 ვარსკვლავი, რომლებიც ბრუნავენ ერთმანეთის გარშემო, შეიძლება ჰქონდეთ პერიოდები საათებში, მაგრამ ისინი არ ასხივებენ რადიოპულსებს ან ტიპის. ტიანვენმა გააანალიზა სიგნალი და მივიდა დასკვნამდე, რომელიც იყო ერთდროულად ფრთხილი და პროვოკაციული. სიგნალი აჩვენებს მახასიათებლებს, რომლებიც არ შეესაბამება არც ერთ ცნობილ ასტროფიზიკურ პროცესს. რეკომენდირებულია დამატებითი დაკვირვება და დამოუკიდებელი ვერიფიკაცია. ეს იყო ხელოვნური ინტელექტის გზათქმისა. მე ვიპოვე რაღაც, რაც არ უნდა არსებობდეს. და აქ იწყება ის, რასაც ასტრონომები უწოდებენ ვერიფიკაციის კასკადს. როდესაც ერთი ტელესკოპი პოულობს რაღაცას უჩვეულოს, პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის შემოწმება, არის თუ არა ეს ტექნიკური შეცდომა. შესაძლოა ანტენა არასწორად იყო კალიბრირებული, შესაძლოა კომპიუტერული პროგრამა ჰქონდა ბაგი, შესაძლოა რაღაც დედამიწაზე, თუნდაც მთვარის უკანა მხარეზე, ასხივებდა ხმაურს, რომელიც შეცდომით იქნა ინტერპრეტირებული როგორც კოსმოსური სიგნალი. ჩინეთის გუნდმა გაატარა 2 კვირა ამ შესაძლებლობების შემოწმებაში. ისინი ხელახლა კალიბრირებდნენ ანტენებს. ისინი ამოწმებდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას. ისინი ეძებდნენ ნებისმიერ შესაძლო წყაროს ხმაურისა. და ყოველი ტესტის შემდეგ სიგნალი რჩებოდა. ის იყო რეალური. შემდეგი ნაბიჯი იყო დამოუკიდებელი დაკვირვება. თუ სიგნალი ნამდვილად მოდის კოსმოსიდან, მაშინ სხვა ტელესკოპი განსხვავებულ ადგილას, განსხვავებული ინსტრუმენტებით უნდა დაინახოს იგივე. ჩინეთის გუნდმა დაუკავშირდა ფასტს, მათ უზარმაზარ რადიოტელესკოპს გუიჯოუში და სთხოვა მათ დააკვირდნენ იმავე რეგიონს, იმავე დროს, როდესაც მთვარის ტელესკოპი აკვირდებოდა. და ფასტმა დაინახა იგივე. არა იდენტური სიგნალი. 2 ტელესკოპი აკვირდებოდა განსხვავებული კუთხეებიდან, განსხვავებული სიხშირეებზე, მაგრამ იგივე პერიოდულობა, იგივე რიტმი. 32 საათი და 24 წუთი. ზუსტად. ეს იყო მომენტი, როდესაც სიგნალი გადავიდა საინტერესოდან მნიშვნელოვანში. 2 დამოუკიდებელი ტელესკოპი, 2 განსხვავებული ადგილი, 1 შედეგი. ეს აღარ იყო შეცდომა. ეს იყო აღმოჩენა. მაგრამ აღმოჩენა რისი? აქ ჩვენ აწყდებით ფუნდამენტურ პრობლემას სეტიკვლევებში. როგორ იცით, რომ სიგნალი, რომელსაც თქვენ ხედავთ, არის ხელოვნური და არაბუნებრივი? არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც ასტრონომები იყენებენ. პირველი. სიგნალი უნდა იყოს ვიწრო სიხშირის დიაპაზონში. ბუნებრივი პროცესები ასხივებენ ფართო სპექტრს სიხშირეების. ხელოვნური გადამცემები, როგორიცაა ჩვენი რადიოსადგურები, ასხივებენ ვიწრო კონცენტრირებულ სიგნალებს. მეორე კრიტერიუმი. სიგნალი უნდა აჩვენებდეს მოდულაციას, ცვლილებებს ინტენსივობაში ან სიხშირეში, რომლებიც მიუთითებენ ინფორმაციის გადაცემაზე. ბუნებრივი სიგნალები შეიძლება იყვნენ რეგულარულები, მაგრამ ისინი არ ამბობენ არაფერს. ხელოვნური სიგნალები, თუ ისინი ატარებენ ინფორმაციას, უნდა აჩვენებდნენ შაბლონებს, რომლებიც არ არის ახსნილი მარტივი ფიზიკური პროცესებით. მესამე კრიტერიუმი.
სიგნალი უნდა მოდიოდეს კონკრეტული წერტილიდან ცაში და არ იცვლებოდებოდეს დროთა განმავლობაში. ბუნებრივი სიგნალები, როგორიცაა რადიოხმაური ჩვენი ატმოსფეროდან, მოძრაობს ცაში დედამიწის ბრუნვასთან ერთად. კოსმოსური სიგნალები რჩება ფიქსირებული კონკრეტულ კოორდინატებზე. ჩინეთის გუნდმა შეამოწმა ყველა ეს კრიტერიუმი. სიგნალი იყო ვიწრო სიხშირის დიაპაზონში. ის იყო კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ სიხშირეზე, რომელიც იყო 1432 მეგაჰერცი. ეს არის სიხშირე, რომელიც ცნობილია ასტრონომებისთვის როგორც წყლის ხვრელი. რეგიონი რადიოსპექტრში, სადაც galaktikuri ხმაური არის მინიმალური და სადაც ნებისმიერი ცივილიზაცია, რომელიც სურს გაგზავნოს სიგნალები, ლოგიკურად აირჩევდა მაუწყებლობას. სიგნალი აჩვენებდა მოდულაციას, არა შემთხვევით ვარიაციებს, არამედ სტრუქტურირებულ შაბლონებს. ყოველი პულსი არ იყო იდენტური. ზოგიერთი იყო ძლიერი, ზოგიერთი სუსტი, ზოგიერთი გრძელი, ზოგიერთი მოკლე. და როდესაც ტიანუენმა გააანალიზა ეს შაბლონები, ის იპოვა რაღაც, რაც გავდა კოდს, განმეორებად თანმიმდევრობებს, რომლებიც არ იყო ახსნილი შემთხვევითობით. და სიგნალი მოდიოდა კონკრეტული წერტილიდან ცაში, კოორდინატები, რომლებიც შეესაბამებოდა რეგიონს galaktikis ცენტრის მახლობლად, სადაც ასტრონომებმა იციან, რომ არსებობს კლასტერი ახალგაზრდა ვარსკვლავებისა. და ის რჩებოდა ფიქსირებული ამ კოორდინატებზე დღეების, კვირების განმავლობაში. ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილდა. სიგნალი იყო ვიწრო, მოდულირებული და მოდიოდა კონკრეტული წერტილიდან კოსმოსში. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ გამოეცხადებინათ, რომ ისინი იპოვეს ხელოვნური სიგნალი, რადგან არსებობს ერთი ბოლო შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამორიცხონ. უცნობი ბუნებრივი ფენომენი. სამყარო სავსეა მოვლენებით, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. 100 წლის წინ ჩვენ არ ვიცით ფარვიცოდით პულსარების შესახებ. 50 წლის წინ ჩვენ არ ვიცოდით გამასხივების აფეთქებების შესახებ. 20 წლის წინ ჩვენ არ ვიცოდით სწრაფი რადიოაფეთქებების შესახებ. მოკლე, ინტენსიური რადიოსიგნალების, რომლებიც მოდის შორეული galaktikებიდან და რომელთა წარმოშობა ჯერ კიდევ არ არის სრულად გასაგები. ყოველი 10 წლეულში ჩვენ პოულობთ ახალ ტიპს ასტროფიზიკური ობიექტისა, რომელიც აკეთებს რაღაცას, რაც ჩვენ არ ველოდით. ასე რომ, როგორ იცით, რომ ის, რასაც თქვენ ხედავთ, არის არამხოლოდ კიდევ ერთი უცნობი ბუნებრივი ფენომენი? პასუხი არის: თქვენ არ იცით. არა აბსოლუტურად. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ ალბათობა. თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ, რამდენად სავარაუდოა, რომ ბუნებრივი პროცესი შექმნა ზუსტად ამ ტიპის სიგნალს, ამ სიხშირეზე, ამ პერიოდულობით, ამ მოდულაციით. ჩინეთის გუნდმა გააკეთა ზუსტად ეს. ისინი გამოიყენეს სტატისტიკური მეთოდები იმის შესაფასებლად, თუ რამდენად სავარაუდოა, რომ სიგნალი იყოს ბუნებრივი. ისინი გაითვალისწინეს ყველა ცნობილი ასტროფიზიკური პროცესი: პულსარები, კვაზარები, მაგნეტარები, ბინარული სისტემები, სუპერნოვები, გამასხივების აფეთქებები, სწრაფი რადიოაფეთქებები. ისინი გამოთვალეს ალბათობა, რომ რომელიმე ამ პროცესმა შექმნა სიგნალი, რომელიც ემთხვევა ყველა დაკვირვებულ მახასიათებელს. შედეგი იყო შემაშინებელი. ალბათობა იყო ნაკლები 1%-ზე. ეს ნიშნავს, რომ 99%-ზე მეტი ალბათობით სიგნალი არ არის ახსნილი არც ერთი ცნობილი ბუნებრივი პროცესით. მაგრამ 1% ჯერ კიდევ არ არის ნული. და მეცნიერებაში სანამ თქვენ არ შეგიძლიათ გამორიცხოთ ყველა სხვა შესაძლებლობა, თქვენ არ შეგიძლიათ გამოაცხადოთ, რომ თქვენ იპოვეთ რაღაც რევოლუციური. ეს არის რატომ ჩინეთის გუნდი არ გამოაცხადებს ამას ჯერ. ისინი ელოდებიან მეტ მონაცემებს. ისინი ელოდებიან დამატებით დაკვირვებებს. ისინი ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც ალბათობა, რომ ეს არის ბუნებრივი პროცესი, ხდება იმდენად მცირე, რომ ის ხდება უგულებელყოფადი. და ეს მომენტი შეიძლება მოვიდეს მალე. რადგან მთვარის ტელესკოპი არის არა სტატიკური ინსტრუმენტი, არამედ დინამიური სისტემა, რომელიც იზრდება და ვითარდება. ახლა 2026 წლის ბოლოს ოპერაციაშია 10,000 ანტენა, მაგრამ საბოლოო დიზაინი მოიცავს 50,000 ანტენას, გადაჭიმულს 6 კილომეტრზე. როდესაც ყველა ეს ანტენა იქნება ოპერაციაში, რაც დაგეგმილია 2027 წლის შუა პერიოდისთვის, ტელესკოპის მგრძნობიარობა გაიზრდება 10 ჯერ. 10 ჯერ უფრო მგრძნობიარე ნიშნავს, რომ ის შეძლებს დააფიქსიროს სიგნალები, რომლებიც ახლა ძალიან სუსტია დასაფიქსირებლად. ეს ნიშნავს, რომ ის შეძლებს გაანალიზოს სიგნალების სტრუქტურა უფრო დეტალურად, ვეძებოს უფრო რთულ შაბლონებს, უფრო ფაინ მოდულაციებს. და ეს ნიშნავს, რომ თუ სიგნალი, რომელსაც ისინი ახლა ხედავენ, ნამდვილად არის ხელოვნური, მათ ექნებათ ბევრად უფრო ძლიერი მტკიცებულება ამის დასადასტურებლად. მაგრამ არსებობს სხვა შესაძლებლობა. შესაძლებლობა, რომელიც ერთდროულად არის ყველაზე საინტერესო და ყველაზე შემაშინებელი. რა თუ სიგნალი, რომელსაც ისინი ხედავენ, არის არა კომუნიკაცია, არამედ რაღაც სხვა. რა თუ ეს არის არა სიგნალი, რომელიც გამოგზავნილია ჩვენთვის, არამედ გამონაბოლქვი, გვერდითი ეფექტი რაღაცისა, რასაც აკეთებს ცივილიზაცია,
რომელიც საერთოდ არ იცის ჩვენი არსებობის შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ ტყეში და გესმით ხმა. რიტმული, განმეორებადი ხმა. თქვენ არ იცით რა ქმნის ამ ხმას. ეს შეიძლება იყოს ცხოველი, რომელიც აკეთებს რაღაცას ბუნებრივს, ფრინველი, რომელიც გაკუნებს ხეს, ან წერი, რომელიც აკეთებს ხმას. ან ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც აშენებს რაღაცას. ჩაქუჩით, რომელიც ცემს ლურს მას. ხმა თავად არ გეუბნებათ რა ქმნის მას. თქვენ უნდა მიხვიდეთ უფრო ახლოს, დაინახოთ უფრო მეტი, გაიგოთ კონტექსტი. ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, რომელშიც ჩინეთის გუნდი იმყოფება ახლა. ისინი ისმენენ ხმას, რიტმულ, განმეორებად სიგნალს, რომელიც მოდის გალაქტიკის ცენტრის რეგიონიდან. მაგრამ ისინი არ იციან რა ქმნის ამ სიგნალს. ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ ჯერ არ ვიცით. ან ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგია, რაღაც, რასაც აკეთებს ცივილიზაცია, რომელიც არ ცდილობს დაგვიკავშირდეს, არამედ უბრალოდ ცხოვრობს თავის ცხოვრებას და ჩვენ ხედავთ გამონაბოლქს მათი საქმიანობისას. და თუ ეს მართალია, თუ ის, რასაც ისინი ხედავენ, არის ტექნოსიგნატურა, არა კომუნიკაციის მცდელობა, მაშინ ეს ცვლის ყველაფერს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ ძიებაზე გარეგანი ცივილიზაციების. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ვინმე გამოგვიგზავნოს სიგნალს. ჩვენ უბრალოდ უნდა უსმინოთ საკმარისად ყურადღებით და ჩვენ ვიპოვით მათ, არა იმიტომ, რომ ისინი სურთ იყვნენ ნაპოვნი, არამედ იმიტომ, რომ ისინი არსებობენ და არსებობა ტოვებს კვალს. ეს არის ის, რასაც ასტრონომები უწოდებენ პასიური სეტი. ძიება არა სიგნალებისა, რომლებიც განზრახ გამოგზავნილია, არამედ ტექნოსიგნატურებისა, რომლებიც არის გვერდითი პროდუქტი ტექნოლოგიური ცივილიზაციის არსებობისა. და თუ ეს მიდგომა მუშაობს, თუ ჩინეთის ტელესკოპი ნამდვილად აფიქსირებს ტექნოსიგნატურებს გალაქტიკის ცენტრიდან, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ბევრად უფრო ახლოს პასუხთან კითხვაზე, ვართ თუ არა ჩვენ მარტო, ვიდრე ვფიქრობდით. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები. რადგან თუ ჩვენ პოულობთ ტექნოსიგნატურებს, თუ ჩვენ ვადასტურებთ, რომ არსებობს ცივილიზაცია გალაქტიკის ცენტრში, რომელიც იმდენად მოწინავეა, რომ მათი ტექნოლოგია ჩანს მთელი გალაქტიკიდან, მაშინ ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. რადგან ცივილიზაცია, რომელიც შეუძლია ააშენოს სტრუქტურები შავი ხვრელის გარშემო, ან გამოიყენოს ენერგია გალაქტიკური მასშტაბით, არის ცივილიზაცია, რომელიც იმდენად უფრო მოწინავეა ვიდრე ჩვენ, რომ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ მათ შესაძლებლობებს. და ეს გვიყვანს ერთ ბოლო კითხვამდე. კითხვა, რომელიც არის ერთდროულად ფილოსოფიური და პრაქტიკული. თუ ჩვენ პოულობთ მათ, უნდა ვცადოთ დაკავშირება, ან უნდა დავჭეთ ჩუმად და უბრალოდ დავაკვირდეთ. ეს არის დებატი, რომელიც გრძელდება ასტრონომიულ საზოგადოებაში 10 წლეულების განმავლობაში. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ თუ ჩვენ პოულობთ მტკიცებულებას გარეგანი ცივილიზაციის არსებობისა, ჩვენი მორალური ვალდებულებაა ვცადოთ კონტაქტი. სხვები თვლიან, რომ ეს იქნებოდა ძალიან სარისკო, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ უპასუხებს მოწინავე ცივილიზაცია ჩვენს სიგნალს და რომ უსაფრთხოა დავრჩეთ ჩუმად, სანამ ჩვენ არ გავიგებთ უფრო მეტს. ჩინეთის პოზიცია ამ საკითხზე არ არის საჯარო, მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ ისინი არ გეგმავენ გაგზავნონ სიგნალები გალაქტიკის ცენტრისკენ. ჯერჯერობით მათი სტრატეგია არის მხოლოდ მოსმენა, პასიური დაკვირვება, მონაცემების შეგროვება, ანალიზი. ეს არის ფრთხილი მიდგომა და ის ასახავს გაგებას, რომ როდესაც თქვენ ეძებთ რაღაცას, რაც შეიძლება იყოს ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე თქვენ, სიბრძნეა პირველ რიგში დააკვირდეთ და ისწავლოთ, სანამ გამოაცხადებთ თქვენს არსებობას. და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩინეთი აკეთებს ახლა. ისინი აკვირდებიან, ისინი უსმენენ, ისინი აგროვებენ მონაცემებს, რომლებიც შეიძლება ერთ დღეს უპასუხოს ერთ-ერთ უდიდეს კითხვას ადამიანის ისტორიაში. და ისინი ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც ისინი ექნებათ საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ გამოაცხადონ, არა ეჭვი, არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული აღმოჩენა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. და როდესაც ეს მომენტი მოვა და ბევრი ასტრონომი თვლის, რომ ეს არის კითხვა არა თუ, არამედ როდის, მსოფლიო შეიცვლება. არა დრამატულად, არა მთისიერად, მაგრამ ფუნდამენტურად. რადგან ცოდნა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, რომ სადმე იქ 26,000 სინათლის წლის მოშორებით არსებობს სხვა ცივილიზაცია, რომელიც აშენებს, ქმნის, არსებობს, შეცვლის ყველაფერს იმის შესახებ, თუ როგორ ხედავთ ჩვენს თავს, ჩვენს ადგილს სამყაროში და ჩვენს მომავალს როგორც სახეობას. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ეს ცოდნა უკვე არის იქ, ელოდება აღმოჩენას. დამალული მონაცემებში, რომლებსაც ჩინეთის ტელესკოპები აგროვებენ ყოველ ღამე, მთვარის უკანა მხარეზე, სადაც სიჩუმე საბოლოოდ საშუალებას გვაძლევს მოусმინოთ იმას, რაც ყოველთვის იყო იქ, მაგრამ რასაც ჩვენ ვერასოდეს უსმენდით. სამყაროს თავად ხმას, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ არ ვართ მარტო
და რომ ჩვენი მოგზაურობა როგორც სახეობის, როგორც ცივილიზაციის, როგორც ნაწილის რაღაცისა, ბევრად უფრო დიდისა, ახლა-ხელახლა იწყება. მაგრამ აქ ჩვენ უნდა გავჩერდეთ და ვისაუბროთ იმაზე, რაზეც ბევრი არ საუბრობს. ვიცი რას ფიქრობთ. კიდევ ერთი ისტორია ჩინური საიდუმლო პროექტის შესახებ. კიდევ ერთი თეორია უცხოპლანეტელების შესახებ. კიდევ ერთი სენსაცია, რომელიც აღმოჩნდება არაფერი. და თქვენ სრულიად მართალი იქნებით იყოთ სკეპტიკური. რადგან ისტორია სავსე-ავსეა ყალბი აღმოჩენებით, არასწორი ინტერპრეტაციებით, სურვილით ვიპოვოთ ის, რაც გვინდა რომ ვიპოვოთ. 1974 წელს ასტრონომებმა გამოაცხადეს, რომ მათ იპოვეს ინტელიგენტური სიგნალები ვარსკვლავიდან SIM 270-დან. ეს იყო სენსაცია. პრესა წერდა სათაურებს, პირველი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. მაგრამ ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო პულსარები, ბუნებრივი ობიექტები, რომლებიც არავის არ ჰქონდა ნანახი ადრე. არა უცხოპლანეტელები, არა ტექნოლოგია, არამედ ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც ბრუნავენ და ასხივებენ რადიო ტალღებს, როგორც კოსმოსური შუქურები. 1997 წელს იყო ცნობილი WOW სიგნალი, ძლიერი, ვიწრო რადიო სიგნალი, რომელიც დაფიქსირდა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელესკოპით. ასტრონომმა, რომელმაც დაინახა ის მონაცემებში, დაწერა WOW გვერდზე და ეს სახელი შერჩა. 50 წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე ძლიერი კანდიდატი ხელოვნური სიგნალისთვის. მაგრამ სიგნალი არასოდეს განმეორებულა. არასოდეს. და 2027 წელს მეცნიერებმა საბოლოოდ იპოვეს ახსნა. ეს იყო სიგნალი კომეტიდან, რომელიც გადიოდა იმ რეგიონში და ასხივებდა წყალბადის სპექტრულ ხაზს, ზუსტად იმავე სიხშირეზე, რომელიც ჩანდა როგორც WOW სიგნალი. 2024 წელს იყო ისტორია ბეტელგეიზესთან, წითელ სუპერგიგანტთან, რომელიც მოულოდნელად დაბნელდა. ზოგიერთი ასტრონომი ვარაუდობდა, რომ ეს იყო ნიშანი მოახლოებული სუპერნოვისა, აფეთქება, რომელიც იქნებოდა ხილული დღის განმავლობაშიც კი. სხვები უფრო სპეკულაციურად საუბრობდნენ დაისონის სფეროზე, რომელსაც აშენებდა უცხო ცივილიზაცია ვარსკვლავის გარშემო. მაგრამ რეალობა იყო უფრო მარტივი. ვარსკვლავმა გამოაფრქვია უზარმაზარი ღრუბელი მთვრისა, რომელიც დროებით დაბლოკა მისი სინათლე. არა სუპერნოვა, არა უცხოპლანეტელები, უბრალოდ ვარსკვლავი, რომელიც აკეთებდა იმას, რასაც ვარსკვლავები აკეთებენ. ასე რომ დიახ, ისტორია გვასწავლის სკეპტიციზმს. და ეს არის სწორი. მეცნიერება მუშაობს არა იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ყველაფრის, რასაც ვხედავთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ეჭვმიტანილები ვართ ყველაფრის მიმართ, სანამ არ გვაქვს აბსოლუტური მტკიცებულება. მაგრამ აქ არის განსხვავება ჩინეთის პროექტსა და ყველა ამ წინა აღმოჩენას შორის. ჩინეთი არ აცხადებს არაფერს. ისინი არ მოიწვევენ პრესკონფერენციებს, ისინი არ აქვრებენ სენქვეყნებენ სენსაციურ სათაურებს. ისინი უბრალოდ აშენებენ, აკვირდებიან და ანალიზებენ. და ეს სიჩუმე არის ის, რაც ყველაზე მეტად მიუთითებს, რომ ისინი ნამდვილად იპოვეს რაღაცა. რადგან როდესაც თქვენ პოულობთ რაღაცას, რაც არ გესმით და თქვენ ხართ რეალური მეცნიერი, არა სენსაციის მაძიებელი, არამედ ადამიანი, რომელიც ნამდვილად სურს იცოდეს სიმართლე, თქვენ არ გამოდიხართ და არ აცხადებთ ამას. თქვენ ჩუმად რჩებით. თქვენ ამოწმებთ და ხელახლა ამოწმებთ. თქვენ ეძებთ შეცდომებს. თქვენ ეძებთ ალტერნატიულ ახსნებს. და მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ გამოიწურეთ ყველა სხვა შესაძლებლობა, თქვენ იწყებთ ფიქრს, რომ შესაძლოა, ხოლო შესაძლოა, თქვენ ილოა თქვენ იპოვეთ რაღაც, რაც ნამდვილად არის რევოლუციური. და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ჩინეთის ქცევაში. 2024 წლიდან 2 წლის განმავლობაში ისინი აგროვებენ მონაცემებს. ისინი აქვეყნებენ ტექნიკურ ნაშრომებს, რომლებიც აღწერს მათ მეთოდოლოგიას, მათ ინსტრუმენტებს, მათ ანალიზს. მაგრამ ისინი არ აქვეყნებენ დასკვნებს. ისინი არ ამბობენ, ჩვენ ვიპოვეთ უცხოპლანეტელები. ისინი ამბობენ, ჩვენ ვაკვირდებით საინტერესო ანომალიებს, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ კვლევას. ეს არის ენა, რომელსაც მეცნიერები იყენებენ, როდესაც ისინი იპოვეს რაღაცას, რაც მათ არ ესმით, მაგრამ რაც ისინი თვლიან საკმარისად მნიშვნელოვანად, რომ გააგრძელონ ძიება. ეს არის ენა სიფრთხილისა, არა სენსაციისა. და ეს არის ზუსტად ის ენა, რომელიც უნდა გამოიყენოთ, როდესაც თქვენ ეძებთ რაღაცას, რაც შეიძლება შეცვალოს ისტორია. მაგრამ ახლა, 2026 წლის ბოლოს, რაღაც იცვლება. არა დრამატულად, არა აშკარად, მაგრამ თუ თქვენ ყურადღებით აკვირდებით, თქვენ ამჩნევთ ნიშნებს. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია იწყებს უფრო ხშირად საუბარს, მნიშვნელოვან აღმოჩენებზე, რომლებიც მალე გახდება საჯარო. ჩინეთის კოსმოსური სააგენტო აცხადებს, რომ მთვარის ტელესკოპის მეორე ფაზა, დამატებითი 20,000 ანტენა, დასრულდება 6 თვით ადრე ვიდრე იყო დაგეგმილი. და ყველაზე საინტერესო, ჩინეთი იწყებს მოწვევას საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. რაღაც, რასაც ისინი არ აკეთებდნენ
ბოლო 2 წლის განმავლობაში. 2026 წლის ოქტომბერში ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ გამოაგზავნა მოწვევა ასტრონომებს მთელს მსოფლიოში, რომ მონაწილეობა მიიღონ გალაქტიკური ცენტრის რადიოასტრონომიის საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც დაგეგმილია 2027 წლის მარტისთვის პეკინში. ოფიციალური დღის წესრიგი საუბრობს ახალ დაკვირვებებზე, უჩვეულო სიგნალებზე და მეთოდოლოგიაზე ანომალიების ვერიფიკაციისთვის. მაგრამ ის, რაც არ არის ნათქვამი, მაგრამ რაც ყველა ასტრონომი იცის, არის ის, რომ თქვენ არ მოიწვევთ საერთაშორისო სიმპოზიუმს, თუ თქვენ არ გაქვთ რაღაც მნიშვნელოვანი გასაზიარებელი. და აქ ჩვენ მივდივართ იმ მომენტთან, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მთელ ისტორიაში. რადგან თუ ჩინეთი ნამდვილად ემზადება გამოაცხადოს რაღაც, თუ ისინი ნამდვილად იპოვეს სიგნალები, რომლებიც არ შეესაბამება არც ერთ ცნობილ ბუნებრივ პროცესს, მაშინ ჩვენ ვდგავართ იმ მომენტის წინაშე, როდესაც ადამიანობა პირველად მიიღებს არა ვარაუდს, არა თეორიას, არამედ მტკიცებულებას, რომ ჩვენ არ ვართ მარტო სამყაროში. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ჩვენ უნდა გავიაზროთ. რაღაც, რაზეც ნაკლებად საუბრობენ პოპულარულ მეცნიერებაში, მაგრამ რაც არის აბსოლუტურად კრიტიკული. მტკიცებულება გარეგანი ცივილიზაციის არსებობისა არ არის იგივე, რაც კონტაქტი გარეგან ცივილიზაციასთან. თუ ჩინეთი აცხადებს, რომ მათ იპოვეს ტექნოსიგნატურები გალაქტიკის ცენტრიდან, ეს ნიშნავს, რომ ისინი იპოვეს მტკიცებულებას, რომ სადმე 26,000 სინათლის წლის მოშორებით არსებობს ან არსებობდა ცივილიზაცია, რომელიც ასხივებს სიგნალებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია დაუკავშირდეთ მათ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იციან ჩვენი არსებობის შესახებ. და ეს განსაკუთრებით არ ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ დაგვიკავშირდნენ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ მთის მწვერვალზე და უყურებთ ქვემოთ ველზე. თქვენ ხედავთ შორს, ძალიან შორს, პატარა სინათლეებს, ცეცხლებს, რომლებიც ანთებულია ღამეში. თქვენ იცით, რომ ეს ცეცხლები ნიშნავს, რომ იქ არიან ადამიანები, სხვა ტომი, სხვა ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთ ცხოვრებას. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ. თქვენ ძალიან შორს ხართ. თქვენი ხმა ვერ მიაღწევს მათ და თუნდაც თქვენ დაიწყოთ ყვირილი ან აანთოთ საკუთარი ცეცხლი როგორც სიგნალი, მათ დასჭირდებათ დღეები ან კვირები, რომ დაინახონ ის და უპახონ. ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვიქნებით, თუ ჩინეთი ადასტურებს ტექნოსიგნატურებს გალაქტიკის ცენტრიდან. ჩვენ ვიცოდეთ, რომ ისინი არიან იქ. ჩვენ ვიცოდეთ, რომ ისინი არსებობენ. მაგრამ მანძილი 26,000 სინათლის წელი ნიშნავს, რომ ნებისმიერი კომუნიკაცია მოითხოვს 52,000 წელს მხოლოდ ერთი შეტყობინების გაგზავნისა და პასუხის მისაღებად. ეს არის დრო, რომელიც აღემატება მთელ ადამიანის ცივილიზაციის ასაკს. ეს არის დრო, რომელიც აღემატება იმ დროს, რაც გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა წინაპრებმა დატოვეს გამოქვაბულები და დაიწყეს ქალაქების მშენებლობა. ასე რომ, რეალურად, თუ ჩვენ პოულობთ ტექნოსიგნატურებს გალაქტიკის ცენტრიდან, ჩვენ არ პოულობთ მეზობლებს. ჩვენ პოულობთ არქეოლოგიურ ნაშთებს, კვალს ცივილიზაციისა, რომელიც არსებობდა 26,000 წლის წინ და რომელიც ახლა შეიძლება იყოს ბევრად უფრო მოწინავე, ან შეიძლება საერთოდ აღარ არსებობდეს. ჩვენ უყურებთ წარსულს, არა იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს, არამედ იმიტომ, რომ ფიზიკის კანონები აიძულებენ ჩვენ. სინათლე მოგზაურობს სასრული სიჩქარით და ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ კოსმოსში, არის წარსული. მაგრამ აქ არის საინტერესო. თუ ჩვენ ხედავთ ტექნოსიგნატურებს, რომლებიც გამოგზავნილი იქნა 26,000 წლის წინ, ეს ნიშნავს, რომ ცივილიზაცია, რომელმაც გამოასხივა ისინი, არსებობდა მაშინ. მაგრამ რა არის ახლა? თუ ისინი იყვნენ საკმარისად მოწინავეები 26,000 წლის წინ, რომ ასხივებდნენ ტექნოსიგნატურებს, რომლებიც ჩანს მთელი გალაქტიკიდან, მაშინ ახლა 26,000 წლის შემდგომი განვითარების შემდეგ ისინი უნდა იყვნენ რაღაც, რასაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. ან, და ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ნაკლებად სასიამოვნოა, ისინი აღარ არსებობენ. რადგან ისტორია გვიჩვენებს, რომ ცივილიზაციები არ არის მარადიული. ისინი იბადებიან, იზრდებიან, აყვავდებიან და ზოგჯერ კვდებიან. დედამიწაზე ჩვენ გვქონდა ათობით ცივილიზაციები, რომლებიც აღწევდნენ დიდ სიმაღლეებს და შემდეგ ქრებოდნენ. შუმერები, ეგვიპტელები, მაიები, რომაელები. ზოგიერთი დაეცა გარე ძალების გამო, ზოგიერთი დაეცა შიდა კონფლიქტების გამო, ზოგიერთი დაეცა გარემოს დაცვითი კატასტროფების გამო. და თუ ეს ხდება დედამიწაზე, სადაც ცივილიზაციები არსებობდნენ მხოლოდ რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში, რა შეიძლება მოხდეს გალაქტიკურ მასშტაბზე, სადაც ცივილიზაციები შეიძლება არსებობდნენ მილიონობით წლების განმავლობაში. არსებობს თეორია, ძალიან საშიში თეორია, რომელსაც უწოდებენ დიდი ფილტრის ჰიპოთეზას. იდეა არის ის, რომ სადმე ევოლუციის გზაზე პრიმიტიული სიცოცხლიდან გალაქტიკურ ცივილიზაციამდე არსებობს ფილტრი, ბარიერი, რომელიც ძალიან რთულია გადალახვა. და ბევრი ცივილიზაცია, რომელიც აღწევს გარკვეულ დონეს, ვერ გადალახავს ამ ფილტრს და თვით დესტრუქციას უკეთებს. რა შეიძლება იყოს ეს ფილტრი?
ზოგიერთი მეცნიერი თulis, რომ ეს არის ბირთვული იარაღი. ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, განადგუროთ საკუთარი თავი, სანამ გახდებით საკმარისად მოწინავეები galaktikuri მოგზაურობისთვის. სხვები თვლიან, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტი. მომენტი, როდესაც თქვენ ქმნით მანქანებს, რომლებიც უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე თქვენ და რომლებიც შეიძლება გადაწყვიტონ, რომ მათ აღარ ჭირდებათ თქვენ. კიდევ სხვები თვლიან, რომ ეს არის გარემოს დაცვითი კოლაფსი. მომენტი, როდესაც თქვენი ტექნოლოგია ხდება იმდენად ძლიერი, რომ თქვენ ანადგურებთ საკუთარ პლანეტას, სანამ ისწავლით, როგორ იცხოვროთ მასთან ჰარმონიაში. და თუ ეს თეორია მართალია, თუ ნამდვილად არსებობს დიდი ფილტრი, მაშინ ფაქტი, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ galaktikas სავსე ცივილიზაციებით, შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბევრი ცივილიზაცია ვერ გადალახავს ამ ფილტრს. ისინი აღწევენ გარკვეულ წერტილს, შესაძლოა ზუსტად იმ წერტილს, სადაც ჩვენ ვართ ახლა და შემდეგ რაღაც ხდება. და ისინი ქრებიან. ეს არის შემაშინებელი აზრი. მაგრამ ეს ასევე არის აზრი, რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ძიებაზე გარეგანი ცივილიზაციების. რადგან თუ ჩინეთი ნამდვილად პოულობს ტექნოსიგნატურებს galaktikis ცენტრიდან, ეს შეიძლება ნიშნავდეს ორ რამეს. ან ცივილიზაცია, რომელმაც გამოასხივა ისინი, გადალახა დიდი ფილტრი და ახლა არის ბევრად უფრო მოწინავე ვიდრე ჩვენ, რაც იქნებოდა კარგი ამბავი, რადგან ეს ნიშნავს, რომ ფილტრი შესაძლებელია გადალახვა. ან ცივილიზაცია, რომელმაც გამოასხივა ისინი, ვერ გადალახა ფილტრი და ახლა აღარ არსებობს. რაც იქნებოდა ცუდი ამბავი, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენც შეიძლება ველოდოთ იგივე ბედი. მაგრამ არსებობს მესამე შესაძლებლობა. შესაძლებლობა, რომელიც არის ყველაზე საინტერესო და ყველაზე რთული გასააზრებლად. რა თუ დიდი ფილტრი არ არის ერთი კონკრეტული მოვლენა, არამედ სერია გამოწვევებისა, რომელთაგან თითოეული ხდება უფრო რთული, რა თუ ცივილიზაციები, რომლებიც გადალახავენ პირველ ფილტრს, თვითდესტრუქციის თავიდან აცილება ბირთვული იარაღით, აწყდებიან მეორე ფილტრს, ხელოვნური ინტელექტის კონტროლი. და თუ ისინი გადალახავენ მეორეს, ისინი აწყდებიან მესამეს, გარემოს დაცვით კოლაფსს. და ასე შემდეგ, ყოველი ფილტრი უფრო რთული ვიდრე წინა. თუ ეს მართალია, მაშინ ფაქტი, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ galaktikas სავსე ცივილიზაციებით, შეიძლება არ ნიშნავდეს, რომ ცივილიზაციები იშვიათია. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ცივილიზაციები, რომლებიც აღწევენ ძალიან მაღალ დონეს, სადაც ისინი შეუძლიათ აშენონ სტრუქტურები შავი ხვრელის გარშემო ან მოგზაურობა ვარსკვლავებს შორის, არიან ძალიან იშვიათი, რადგან ბევრი ცივილიზაცია ვერ გადალახავს ყველა ფილტრს. და აქ ჩვენ მივდივართ ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვამდე. სად ვართ ჩვენ ამ პროცესში? ჩვენ უკვე გადავლახეთ დიდი ფილტრი, თუ ის ჯერ კიდევ წინ გველის. ეს არის კითხვა, რომელზეც არავინ იცის პასუხი. მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ჩვენ ვართ კრიტიკულ მომენტში ჩვენი ისტორიის. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია განადგუროს ჩვენი პლანეტა, ბირთვული იარაღი, ბიოლოგიური იარაღი, კლიმატის ცვლილება. ჩვენ ვქნით ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც შეიძლება ერთ დღეს გახდეს უფრო ძლიერი ვიდრე ჩვენ. ჩვენ ვცვლით ჩვენს პლანეტას იმდენად სწრაფად, რომ ბუნება ვერ ახერხებს ადაპტაციას. ეს არის მომენტი, როდესაც ბევრი ცივილიზაცია, თუ დიდი ფილტრის ჰიპოთეზა მართალია, ვერ გადალახავს. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გადავთვლიდოთ, ვაპირებთ თუ არა ჩვენ გამოყენებას ჩვენი ტექნოლოგიის საკუთარი თავის განადგურებისთვის, თუ ჩვენ ვისწავლით, როგორ ვიცხოვროთ მასთან ჰარმონიაში და გავხდეთ ნამდვილად galaktikuri ცივილიზაცია. და აქ არის ის, რაც ხდის ჩინეთის პროექტს იმდენად მნიშვნელოვანს. რადგან თუ ისინი ნამდვილად პოულობენ ტექნოსიგნატურებს galaktikis ცენტრიდან, ეს იქნება პირველი მტკიცებულება, რომ დიდი ფილტრი შესაძლებელია გადალახვა. ეს იქნება მტკიცებულება, რომ ცივილიზაცია, სადმე, ოდესმე შეძლო გადალახვა ყველა გამოწვევისა და გახდა რაღაც, რაც გადარჩა არა მხოლოდ 10,000-ობით წლების განმავლობაში, არამედ შესაძლოა მილიონობით წლების განმავლობაში. და ეს იქნება არა მხოლოდ სამეცნიერო აღმოჩენა, ეს იქნება ფილოსოფიური გამოცხადება. რადგან ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენც შეგვიძლია, რომ ჩვენი მომავალი არ არის წინასწარ განსაზღვრული, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ გამოწვევები, რომლებიც წინ გველის და გავხდეთ რაღაც, რაც გადარჩება არა მხოლოდ საუკუნეების, არამედ 1000 წლეულების, მილიონ წლეულების განმავლობაში. მაგრამ ეს ასევე იქნება გაფრთხილება. რადგან თუ ცივილიზაცია, რომელმაც გამოასხივა ეს სიგნალები, ახლა აღარ არსებობს, თუ ისინი გადალახეს ერთი ფილტრი, მაგრამ ვერ გადალახეს მეორე, მაშინ ეს გვიჩვენებს, რომ თუნდაც ყველაზე მოწინავე ცივილიზაციები არ არიან უხრწნელები. რომ არსებობს საფრთხეები, რომლებიც შეიძლება განადგუროს თუნდაც ისინი, ვინც აღწია უზარმაზარ სიმაღლეებს. და ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ ახლა. არა მხოლოდ როგორც მეცნიერები, რომლებიც ეძებენ პასუხებს, არამედ როგორც ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ კრიტიკულ მომენტში ჩვენი ისტორიის. რადგან ის, რასაც ჩინეთი შეიძლება აღმოაჩინოს მთვარის უკანა მხარეზე,
არ არის მხოლოდ ინფორმაცია სხვა ცივილიზაციების შესახებ. ეს არის სარკე, რომელშიც ჩვენ ხედავთ ჩვენს საკუთარ მომავალს. მომავალს, რომელიც შეიძლება იყოს ბრწყინვალე, თუ ჩვენ ვისწავლით სწორ გაკვეთილებს, ან რომელიც შეიძლება იყოს ბნელი, თუ ჩვენ გავიმეორებთ იმავე შეცდომებს, რომლებიც შეიძლება გააკეთა სხვებმა ჩვენამდე. და ეს გააზრება, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ დამკვირვებლები, არამედ მონაწილეები უზარმაზარ კოსმოსურ დრამაში, სადაც ცივილიზაციები იბადებიან, იზრდებიან და ზოგჯერ კვდებიან, არის ის, რაც ხდის ამ მთელ ისტორიას იმდენად მნიშვნელოვანს. არა იმიტომ, რომ ეს გვეუბნება რაღაცას სხვა ცივილიზაციების შესახებ, არამედ იმიტომ, რომ ეს გვეუბნება რაღაცას ჩვენს შესახებ. ვინ ვართ ჩვენ, სად ვართ ჩვენ და რა შეიძლება გახდეს ჩვენი, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ სწორად, ან რა შეიძლება დაგვეკარგოს, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ არასწორად. და ახლა, 2026 წლის ბოლოს, ჩვენ ველოდებით იმ სიმპოზიუმს მარტში, ველოდებით იმას, რასაც ჩინეთი გამოაცხადებს. ველოდებით იმ მომენტს, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ვიცოდეთ, არა ვიფიქროთ, არა ვივარაუდოთ, არამედ ვიცოდეთ, ვართ თუ არა ჩვენ მარტო. და რაც უფრო ახლოს მივდივართ ამ მომენტთან, მით უფრო მეტი ნიშანი ჩნდება, რომ პასუხი შეიძლება იყოს არა ის, რასაც ჩვენ ველოდით. რადგან თუ ჩინეთი ნამდვილად ემზადება გამოაცხადოს რაღაც რევოლუციური, თუ ისინი ნამდვილად იპოვეს ტექნოსიგნატურები, რომლებიც არ შეესაბამება არც ერთ ცნობილ ბუნებრივ პროცესს, მაშინ ჩვენ ვდგავართ იმ მომენტის წინაშე, რომელზეც ადამიანობა ოცნებობდა ათასობით წლების განმავლობაში. მომენტი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ვიცოდეთ, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. რომ სადმე იქ, კოსმოსის უზარმაზარ სიღრმეებში არსებობს სხვები, რომლებიც ასევე უყურებენ ვარსკვლავებს, ასევე ეძებენ პასუხებს, ასევე ცდილობენ გაიგონ თავიანთი ადგილი ამ უსასრულო სამყაროში. და როდესაც ეს მომენტი მოვა, თუ ის მოვა, ჩვენ აღარ ვიქნებით იგივე. ჩვენ შევალთ ახალ ეპოქაში, სადაც ყველა ჩვენი კითხვები, ვინ ვართ ჩვენ და რატომ ვართ ჩვენ აქ, მიიღებს ახალ მნიშვნელობას. და მთვარის უკანა მხარე, ის ადგილი, რომელსაც ჩვენ უწოდებდით ბნელ მხარეს, აღარ იქნება ბნელი. ის გახდება ადგილი, სადაც ჩვენ პირველად მოვისმინეთ ის, რაც ყოველთვის იყო იქ, მაგრამ რასაც ჩვენ ვერასოდეს უსმენდით. სამყაროს ხმა, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ არ ვართ მარტო და რომ ჩვენი მოგზაურობა, როგორც სახეობის, როგორც ცივილიზაციის, არის ნაწილი რაღაცისა, ბევრად უფრო დიდისა, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოვიდგენდით. მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაზეც ყველაზე ნაკლებად საუბრობენ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძიებაზე გარეგანი ცივილიზაციების. არა ტექნიკურ დეტალებზე, არა სიგნალებზე, არა თუნდაც იმაზე, თუ რას ნიშნავს იპოვო ვინმე, არამედ იმაზე, რას ნიშნავს არ იცოდე. იმაზე, რას ნიშნავს იყო სახეობა, რომელიც დგას კოსმოსის პირას და უყურებს სიღრმეს. იცის, რომ პასუხები არის იქ სადმე, მაგრამ ვერ აღწევს მათ. იმაზე, რას ნიშნავს იყო ცნობიერება, ერთადერთი რამ სამყაროში, რომელსაც შეუძლია დასვას კითხვები, მაგრამ რომელიც ასევე იძულებულია იცხოვროს იმ ცოდნით, რომ ზოგიერთ კითხვას შეიძლება არასოდეს კონდეს პასუხი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ ოკეანის პირას რამით. თქვენ უყურებთ ჰორიზონტს, სადაც წყალი ხვდება წას, და თქვენ ხედავთ სინათლეებს, შორეული გემები, რომლებიც მოგზაურობენ უცნობი მიმართულებით. თქვენ იცით, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ისტორიები, თავიანთი ოცნებები, თავიანთი შიშები. მაგრამ თქვენ არასოდეს შეხვდებით მათ. თქვენ არასოდეს გაიგებთ, ვინ არიან ისინი, საიდან მოდიან, სად მიდიან. ყველაფერი, რაც თქვენ გაქვთ, არის ის სინათლეები, მცირე წერტილები ბნელში, რომლებიც გეუბნებათ, რომ თქვენ არ ხართ მარტო, მაგრამ რომლებიც ასევე გახსენებთ, რომ მარტოობა არ არის მხოლოდ ფიზიკური მანძილის შესახებ. ეს არის ასევე გაუგებრობის შესახებ, დაშორების შესახებ, შეუძლებლობის შესახებ. შეუძლებლობა გადალახოთ ის უფსკრული, რომელიც გამოგხობთ სხვებისგან. ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, რომელშიც ადამიანობა იმყოფება ახლა. ჩვენ ვდგავართ კოსმოსის პირას, არა მეტაფორულად, არამედ ბუქვალურად. და ჩვენ ხედავთ სინათლეებს. არა რეალურ სინათლეებს, არამედ ნიშნებს, მინიშნებებს, ანომალიებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ სადმე იქ კოსმოსის უზარმაზარ სიღრმეებში შეიძლება იყოს სხვები. მაგრამ ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვერასოდეს ვიცით აბსოლუტურად. და ეს არ ცოდნა, ეს ფუნდამენტური გაურკვევლობა არის არა სისუსტე, არამედ ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებად. რადგან აქ არის რაღაც, რაც ჩვენ ხშირად ვივიწყებთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ მეცნიერებაზე, ტექნოლოგიაზე, აღმოჩენებზე, მეცნიერება არ არის პასუხების შესახებ. მეცნიერება არის კითხვების შესახებ. ყოველი პასუხი, რომელსაც ჩვენ პოულობთ, ხსნის 10 ახალ კითხვას. ყოველი აღმოჩენა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, გვიჩვენებს, რამდენი ბევრი არის ის, რაც ჩვენ არ ვიცით. და ეს არის არა პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყდეს. ეს არის პირობა, რომელიც უნდა იქნას მირებული. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი მატერია.
ის უხილავი ნივთიერება, რომელიც შეადგენს 30% სამყაროს მასისა, მაგრამ რომელიც არ ურთიერთქმედებს სინათლესთან და რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვნახულობთ პირდაპირ. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს. ჩვენ ხედავთ მის გრავიტაციულ ეფექტებს, როგორ ის ახრევს სივრცე დროს, როგორ ის აკავშირებს galaktikებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა არის ის. ჩვენ გვაქვს თეორიები, ეგზოტიკური ნაწილაკები, პარალელური განზომილებები, მოდიფიცირებული გრავიტაცია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დადასტურებული. ჩვენ არ ვიცით რა არის ბნელი ენერგია. ის უხილავი ძალა, რომელიც შეადგენს 70% სამყაროს ენერგიისა და რომელიც აჩქარებს სამყაროს გაფართოებას. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს. ჩვენ ვზომავთ, როგორ galaktikები მოშორდებიან ერთმანეთს უფრო და უფრო სწრაფად, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა ამოძრავებს ამას. ჩვენ გვაქვს თეორიები, ვაკუუმის ენერგია, კოსმოლოგიური მუდმივა, კვინტესენცია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ხსნის ყველაფერს. ჩვენ არ ვიცით რა ხდება შავი ხვრელის მოვლენის ჰორიზონტის მიღმა, იმ წერტილის მიღმა, საიდანაც თუნდაც სინათლე ვერ გაიქცევა. ჩვენ გვაქვს განტოლებები, ეინშტეინის ველის განტოლებები, რომლებიც აღწერენ, როგორ მასა ახრევს სივრცე დროს, მაგრამ ეს განტოლებები იშლება სინგულარობაში, წერტილში, სადაც მათემატიკა აღარ მუშაობს, სადაც ყველა ჩვენი ცნებები სივრცის, დროის, მატერიის კარგავს მნიშვნელობას. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს რაღაც და არა არაფერი. რატომ არსებობს სამყარო? რატომ არსებობს ფიზიკის კანონები? რატომ არის ეს კანონები ზუსტად ისეთები, როგორებიც არიან, არა ოდნავ განსხვავებული, რაც გახდიდა სიცოცხლის შეუძლებელს, ებელს, არამედ ზუსტად ისეთები, რომ ატომები შეიძლება ჩამოყალიბდნენ, ვარსკვლავები შეიძლება აანთონ, პლანეტები შეიძლება არსებობდნენ და ცნობიერება შეიძლება გამოჩნდეს. ეს არის კითხვები, რომლებზეც ფიზიკა, ყველაზე ზუსტი მეცნიერება, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვერ გვაძლევს პასუხებს. არა იმიტომ, რომ ფიზიკოსები არ არიან საკმარისად ჭკვიანები, არამედ იმიტომ, რომ ეს კითხვები შეიძლება იყოს მიღმა ფიზიკის, მიღმა იმისა, რასაც შეიძლება იქნას გაზომილი, ტესტირებული, ვერიფიცირებული. ეს არის კითხვები, რომლებიც ეხება არა როგორ მუშაობს სამყარო, არამედ რატომ არსებობს სამყარო. და რატომ, ეს არის კითხვა, რომელიც შეიძლება არ ჰქონდეს სამეცნიერო პასუხი. მაგრამ აქ არის საინტერესო. ის ფაქტი, რომ ჩვენ არ ვიცით ეს რამეები, არ აჩერებს ჩვენ. ჩვენ გრძელდებით ძიებას. ჩვენ აშენებთ უფრო დიდ ტელესკოპებს, უფრო მძლავრ კოლაიდერებს, უფრო მგრძნობიარე დეტექტორებს. ჩვენ გზავნით ხომალდებს მთვარეზე, მარსზე, იუპიტერის მთვარეებზე. ჩვენ უსმენთ კოსმოსს, ვეძებთ სიგნალებს, ვაანალიზებთ მონაცემებს. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ვიპოვით პასუხებს, არამედ იმიტომ, რომ ძიება თავად, ძიება გაგების, ცოდნის, სიმართლის არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებად. და აქ არის ის, რაც ხდის ჩინეთის მთვარის პროექტს იმდენად ღრმად სიმბოლურს. ეს არის არა მხოლოდ ტელესკოპი. ეს არის არა მხოლოდ ინსტრუმენტი სიგნალების მოსასმენად. ეს არის განცხადება. განცხადება, რომ ჩვენ როგორც სახეობა არ ვაპირებთ შევჩერდეთ ძიებაში. რომ ჩვენ მიუხედავად ყველა ჩვენი შეზღუდვისა, ჩვენი მოკლე სიცოცხლის, ჩვენი მცირე პლანეტის, ჩვენი შეზღუდული ტექნოლოგიის, მაინც ვაპირებთ გავხედოთ კოსმოსის სიღრმეებში და ვიკითხოთ, ვართ თუ არა ჩვენ მარტო. და შესაძლოა ჩვენ ვიპოვით პასუხი. შესაძლოა ჩინეთის ტელესკოპი ნამდვილად დააფიქსირებს სიგნალებს, რომლებიც არ შეესაბამება არც ერთ ცნობილ ბუნებრივ პროცესს. შესაძლოა ერთ დღეს, შესაძლოა ძალიან მალე, ჩვენ გვექნება არა ეჭვი, არამედ მტკიცებულება, რომ სადმე იქ, galaktikis ცენტრში, არსებობს ან არსებობდა ცივილიზაცია, რომელიც ასხივებს ტექნოსიგნატურებს. და ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ადამიანის ისტორიაში. მაგრამ თუნდაც ეს მოხდეს, თუნდაც ჩვენ ვიპოვოთ ეს მტკიცებულება, ჩვენ მაინც არ ვიცოდეთ ყველაფერს. ჩვენ არ ვიცოდეთ ვინ არიან ისინი. ჩვენ არ ვიცოდეთ როგორ ფიქრობენ ისინი. ჩვენ არ ვიცოდეთ რას გრძნობენ ისინი, თუ ისინი საერთოდ გრძნობენ რაიმეს ისე, როგორც ჩვენ გრძნობთ. ჩვენ არ ვიცოდეთ რა არის მათი ისტორია, მათი კულტურა, მათი ფილოსოფია. ყველაფერი, რაც ჩვენ გვექნება, იქნება ის სიგნალები, მცირე წერტილები მონაცემებში, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ისინი არსებობენ, მაგრამ რომლებიც არ გვეუბნებიან, უბნებიან ვინ არიან ისინი. და შესაძლოა ეს არის საკმარისი. შესაძლოა ცოდნა, მხოლოდ ცოდნა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, რომ სადმე იქ არსებობს სხვები, რომლებიც ასევე უყურებენ ვარსკვლავებს, ასევე ეძებენ პასუხებს, ასევე ცდილობენ გაიგონს, ასევე ცდილობენ გაიგონ თავიანთი ადგილი ამ უსასრულო სამყაროში. შესაძლოა ეს ცოდნა არის საკმარისი იმისთვის, რომ შეცვალოს ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ ხედავთ ჩვენს თავს. რადგან აქ არის რაღაც, რაზეც ჩვენ ხშირად არ ვფიქრობთ. ჩვენი მარტოობის გრძნობა. ჩვენი გრძნობავენი გრძნობა, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ცნობიერი არსებები ამ უზარმაზარ ცარიელ სამყაროში, არის არა მხოლოდ ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ეს არის ფილოსოფიური პოზიცია,
ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ ხედავთ ჩვენს ადგილს კოსმოსში. და ეს პოზიცია აყალიბებს ყველაფერს, ჩვენს რელიგიებს, ჩვენს ფილოსოფიებს, ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს ეთიკას. თუ ჩვენ ვართ მარტო, თუ ჩვენ ვართ ერთადერთი ცნობიერი არსებები სამყაროში, მაშინ ჩვენ ვართ უნიკალური, ჩვენ ვართ სპეციალური, ჩვენ ვართ ცენტრი, არა გეომეტრიული ცენტრი, არამედ ფილოსოფიური ცენტრი. სამყარო არსებობს და ჩვენ ვართ ის, ვინც აკვირდება მას, ესმის მას, აძლევს მას მნიშვნელობას. გარეშე ჩვენისა სამყარო იქნებოდა მხოლოდ ატომები, რომლებიც მოძრაობენ სიცარიელეში, არა მნიშვნელობა, არა მიზანი, არა ცნობიერება. მაგრამ თუ ჩვენ არ ვართ მარტო, თუ სადმე იქ არსებობს სხვები, მაშინ ჩვენ აღარ ვართ უნიკალური. ჩვენ ვართ ერთი მრავალთაგან. და ეს ცვლის ყველაფერს. ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება, ეს უჩვეულო, საოცარი მოვლენა, როდესაც სამყარო იწყებს საკუთარი თავის გააზრებას, არ არის შემთხვევა, არ არის უნიკალური მოვლენა, რომელიც მოხდა მხოლოდ ერთხელ ერთ პატარა პლანეტაზე. ეს არის რაღაც, რაც ხდება, შესაძლოა იშვიათად, შესაძლოა ძნელად, მაგრამ რაც ხდება, სადაც არ უნდა იყოს შესაბამისი პირობები. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ შემთხვევა, ჩვენ ვართ ნაწილი შაბლონისა. შაბლონი, რომელიც განმეორდება სამყაროს მასშტაბით, სადაც მატერია ორგანიზდება სულ უფრო რთულ სტრუქტურებში, სადაც ინფორმაცია გროვდება და გადაეცემა, სადაც ცნობიერება ჩნდება როგორც ბუნებრივი შედეგი ევოლუციისა. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გააზრება, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია მივახციოთ. არა ის, რომ ჩვენ ვართ სპეციალური, არამედ ის, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცისა, ბევრად უფრო დიდისა. რომ სამყარო არ არის ცარიელი უსულო მანქანა, არამედ რაღაც, რაც ქმნის ცნობიერებას, რაც ქმნის გაგებას, რაც ქმნის მნიშვნელობას. მაგრამ აქ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, რადგან ადვილია გადავიდეთ ერთი ექსტრემიდან მეორეში. ადვილია ვიფიქროთ, რომ თუ ჩვენ ვართ მარტო, მაშინ ჩვენ ვართ ყველაფერი. ან ვიფიქროთ, რომ თუ ჩვენ არ ვართ მარტო, მაშინ ჩვენ ვართ არაფერი. მხოლოდ ერთი პატარა ცივილიზაცია მილიარდობით ცივილიზაციებს შორის, უზაციებს შორის, უმნიშვნელო, დაუმახსოვრებელი, არარელევანტური. მაგრამ სიმართლე, როგორც ყოველთვის, არის სადმე შუაში. ჩვენ არ ვართ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ასევე არ ვართ არაფერი. ჩვენ ვართ რაღაც რეალური, რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც, რაც აქვს ღირებულება არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უნიკალური, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ. იმიტომ, რომ ჩვენ ცხოვრობთ, ვგრძნობთ, ვფიქრობთ, ვაკვირდებით, ვესმით. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ნაწილი ამ უზარმაზარი კოსმოსური დრამისა, სადაც მატერია ხდება ცნობიერება და ცნობიერება ცდილობს გაიგოს მატერია. და ეს გააზრება, რომ ჩვენი ღირებულება არ არის დამოკიდებული იმაზე, ვართ თუ არა ჩვენ მარტო, არის ის, რაც ჩვენ უნდა წავიღოთ ამ მთელი ისტორიიდან. არა მხოლოდ ისტორიიდან ჩინეთის მთვარის პროექტის შესახებ, არამედ ისტორიიდან ჩვენი ძიების შესახებ, ჩვენი ძიების გაგების, ცოდნის, კავშირის. რადგან აქ არის რაღაც, რაც ჩვენ ხშირად ვივიწყებთ. ძიება თავად არის პასუხი. არა საბოლოო პასუხი, არა სრული პასუხი, მაგრამ პასუხი მაინც. როდესაც ჩვენ ვაშენებთ ტელესკოპს მთვარის უკანა მხარეზე, როდესაც ჩვენ ვუსმენთ კოსმოსს, როდესაც ჩვენ ვაანალიზებთ სიგნალებს და ვეძებთ შაბლონებს, ჩვენ არ ვაკეთებთ ამას მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიპოვოთ უცხო პლანეტელები. ჩვენ ვაკეთებთ ამას იმიტომ, რომ ეს არის ის, რასაც ცნობიერი არსებები აკეთებენ. ჩვენ ვეძებთ, ჩვენ ვკითხულობთ, ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ. და ეს ძიება არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებად. არა ჩვენი ტექნოლოგია, არა ჩვენი ინტელექტი, არა თუნდაც ჩვენი ცნობიერება, არამედ ჩვენი სურვილი, ჩვენი ღრუვილი, ღრმა, შეუქცევადი სურვილი. გავიგოთ ვინგოთ ვინ ვართ ჩვენ. გავიგოთ საიდან მოვედით. გავიგოთ სად მივდივართ. გავიგოთ ჩვენი ადგილი ამ უზარმაზარ, საოცარ, შემაშინებელ სამყაროში. და შესაძლოა ჩვენ არასოდეს ვიპოვით სრული პასუხები. შესაძლოა ჩვენ ყოველთვის ვიქნებით სახეობა, რომელიც იცის ოდნავ მეტს ვიდრე არაფერი, რომელიც ხედავს ოდნავ შორს ვიდრე საკუთარი ცხვირის წვერი, რომელიც ესმის ოდნავ მეტი ვიდრე ის, რაც პირდაპირ წინ დგას. მაგრამ ეს ოდნავ მეტი, ეს მცირე, ნაზი პროგრესი გაგებისკენ არის ყველაფერი. ეს არის განსხვავება ქაოსსა და წესრიგს შორის. ეს არის განსხვავება უმნიშვნელობასა და მნიშვნელობას შორის. ეს არის განსხვავება არსებხვავესა და ცხოვრებას შორის. და ეხლა ამ მომენტში, როდესაც თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, მთვარის უკანა მხარეზე, სადაც სრული სიჩუმეა, სადაც არ არსებობს არანაირი ხმაური დედამიწიდან, ჩინეთის ტელესკოპი უსმენს. ის უსმენს სიგნალებს, დლებს, რომლებიც მოგზაურობდნენ კოსმოსში 10,000-ობით წლების განმავლობაში. ის უსმენს ხმებს, თუ ისინი არიან ხმები, ცივილიზაციებისა, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ მაშინ, როდესაც ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში.
ის უსმენს ეკოს, თუ ის არის ეკო. მსოფლიოებისა, რომლებიც შეიძლება ახლა აღარ არსებობდნენ, მაგრამ რომელთა სიგნალები ჯერ კიდევ მოგზაურობენ, ვრცელდებიან გარეთ სინათლის სიჩალის სიჩქარით, ატარებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც ოდესღაც იყო. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ერთ დღეს ეს ტელესკოპი მოისმენს რაღაცას, რაც შეცვლის ყველაფერს. არა დრამატულად, არა მკისიერად, მაგრამ ფუნდამენტურად. სიგნალი, რომელიც არ შეესაბამება არც ერთ ცნობილ ბუნებრივ პროცესს. შაბლონი, რომელიც ძალიან რეგულარულია, ძალიან სტრუქტურირებული იმისთვის, რომ იყოს შემთხვევა, ეკო ცივილიზაციის, რომელიც არსებობდა 26,000 წლის წინ და რომელიც ვინც ის შესაძლოა ჯერ კიდევ არსებობს ახლა, ბევრად უფრო მოწინავე, ბევრად უფრო ძველი, ბევრად უფრო განსხვავებული, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. და როდესაც ეს მომენტი მოვა, თუ ის მოვა, ჩვენ ვიქნებით მზად. არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა პასუხი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვისწავლეთ, როგორ ვიცხოვროთ კითხვებთან. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სრულყოფილები, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ართ ცნობიერები. ცნობიერები ჩვენი შეზღუდვებისა, ცნობიერები ჩვენი უმცოდნებისა, ცნობიერები იმისა, რომ სამყარო არის ბევრად უფრო დიდი, ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო საოცარი, ვიდრე ჩვენ ოდესმე გავიგებთ. მაგრამ ეს არ აჩერებს ჩვენ. ეს არასოდეს აჩერებდა ჩვენ. რადგან ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც უყურებს ვარსკვლავებს და ხედავს არა მხოლოდ სინათლეს, არამედ კითხვებს. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც დგას კოსმოსის პირას და გძნობს არა მხოლოდ შიშს, არამედ ცნობის მოყარეობას. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც იცის, რომ ჩვენ ვართ მცირე, მოკლევადიანი, მოწყვლადი, მაგრამ რომელიც მაინც ცდილობს გაიგოს, მაინც ცდილობს იპოვოს, მაინც ცდილობს დაუკავშირდეს. და შესაძლოა ეს სურვილი დაკავშირებისა, ეს ძიება გაგებისა, ეს უარი, დავჭეთ მარტო ბნელში, არის ის, რაც ნამდვილად ხდის ჩვენ ადამიანებად. არა ჩვენი ტექნოლოგია, რომელიც ერთ დღეს მოძველდება, არა ჩვენი ცოდნა, რომელიც ყოველთვის იქნება არასრული, არამედ ჩვენი სურვილი, ვენი სურვილი, ჩვენი ღრმა, შეუქცევადი, შეუჩერებელი სურვილი. უჩერებელი სურვილი, ვიცოდეთ მეტი, ვიყოთ მეტი, დაუკავშირდეთ რაღაცას, რაც არის მიღმა ჩვენისა. და ახლა ამ წამს, სადღაც მთვარის უკანა მხარეზე, ტელესკოპი უსმენს. ის უსმენს სიგნალებს, რომლებიც შეიძლება იყოს მხოლოდ ხმაური, ან რომლებიც შეიძლება იყოს რაღაც მეტი. ის უსმენს ეკოს წარსულისა, რომელიც ჯერ კიდევ მოგზაურობს აწმყოში. ის უსმენს კოსმოსს, არა ცარიელ უსულო სივრცეს, არამედ რაღაცას, რაც შეიძლება იყოს სავსე ცხოვრებით, ცნობიერებით, ნიშნულობით. და ჩვენ, პატარა არსებები, პატარა პლანეტაზე, რომლებიც ბრუნავენ ჩვეულებრივი ვარსკვლავის გარშემო გალაქტიკის გარეთა რეგიონში. ჩვენ ველოდებით იმ სიგნალს, რომელიც შეიძლება მოვიდეს ან არ მოვიდეს. ველოდებით იმ მომენტს, რომელიც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, ან რომელიც შეიძლება არასოდეს მოვიდეს. ველოდებით პასუხს კითხვაზე, რომელიც აწუხებს ადამიანობას მას შემდეგ, რაც ჩვენმა წინაპრებმა პირველად აიხედეს ცაში და იფიქრეს, ვართ თუ არა ჩვენ მარტო? და შესაძლოა პასუხი არის დიახ. შესაძლოა ჩვენ ვართ მარტო. ერთადერთი ცნობიერი არსებები ამ უზარმაზარ ცარიელ სამყაროში. და თუ ეს მართალია, მაშინ ჩვენი პასუხისგებლობა არის კიდევ უფრო დიდი. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ის, ვინც უნდა შეინარჩუნოს ცნობიერება, ვინც უნდა გაავრცელოს სიცოცხლე, ვინც უნდა მისცეს მნიშვნელობა ამ სამყაროს, რომელიც სხვაგვარად იქნებოდა მხოლოდ ატომები, რომლებიც მოძრაობენ სიცარიელეში. ან შესაძლოა პასუხი არის არა. შესაძლოა ჩვენ არ ვართ მარტო. შესაძლოა სადმე იქ, გალაქტიკის ცენტრში ან სხვა გალაქტიკებში, არსებობს სხვები, რომლებიც ასევე უყურებენ ვარსკვლავებს, ასევე ეძებენ პასუხებს, ასევე ცდილობენ გაიგონ. და თუ ეს მართალია, მაშინ ჩვენი პასუხისგებლობა არის სხვაგვარი, ვაგვარი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცისა, ბევრად უფრო დიდისა, გალაქტიკური საზოგადოების, კოსმოსური ისტორიის, სამყაროს თავად ევოლუციის ცნობიერებისკენ. მაგრამ რომელიც არ უნდა იყოს პასუხი, მარტო ან არა მარტო, ერთი რამ რჩება უცვლელი. ჩვენი ვალდებულება ვეძებოთ. ვეძებოთ გაგება, ვეძებოთ კავშირი, ვეძებოთ სიმართლე. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დარწმუნებულებები, რომ ვიპოვით მას, არამედ იმიტომ, რომ ძიება თავად, ძიება, რომელიც გვაიძულებს ავაშენოთ ტელესკოპები მთვარეზე, გავგზავნოთ ხომალდები მარსზე, უსმინოთ კოსმოსს, არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებად. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ამ მთელი ისტორიიდან. არა ის, რომ ჩვენ ვიპოვით უცხო პლანეტელებს, არა ის, რომ ჩვენ გავიგებთ ყველაფერს, არამედ ის, რომ ჩვენ, პატარა, მოკლევადიანი, მოწყვლადი არსებები, მაინც ვცდილობთ, მაინც ვეძებთ, მაინც
ვიმედოვნებთ. და ეს იმედი, ეს სურვილი, იცოდეთ, გაიგოთ, დაუკავშირდეთ, არის ის, რაც ნამდვილად აქცევს მთვარის უკანა მხარეს, არა ბნელ მხარეთ, არამედ ადგილად, სადაც ჩვენ ვიწყებთ მოსმენას. არა მხოლოდ სიგნალებისა, არამედ საკუთარი თავისა. არა მხოლოდ კოსმოსისა, არამედ იმისა, რაც ნიშნავს იყო ცნობიერი არსება უსასრულო სამყაროში. არსება, რომელიც იცის, რომ ის არ იცის ყველაფერი, მაგრამ რომელიც მაინც ცდილობს გაიგოს. არსება, რომელიც დგას ბნელში, მაგრამ რომელიც მაინც ეძებს სინათლეს. არსება, რომელიც შეიძლება იყოს მარტო, მაგრამ რომელიც არასოდეს წყვეტს ძიებას იმისა, ვინც შეიძლება იყოს იქ სადმე, ელოდება აღმოჩენას. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ეს ძიება თავად არის პასუხი. არა საბოლოო პასუხი, არა სრული პასუხი, მაგრამ ერთადერთი პასუხი, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება. რომ ჩვენ ვართ აქ, ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ ვეძებთ. და ეს მარტივი ფაქტი ჩვენი არსებობისა, ჩვენი ცნობიერებისა, ჩვენი ძიებისა არის საკმარისი. არა იმიტომ, რომ ეს ხდის ჩვენ სპეციალურებად, არამედ იმიტომ, რომ ეს ხდის ჩვენ რეალურებად. ნაწილად ამ სამყაროსი, რომელიც ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. ნაწილად ამ კოსმოსური ისტორიისა, რომელიც ჯერ კიდევ იწერება, ყოველ წამს, ყოველ მომენტში, ყოველ არჩიჩეში, რომ არჩევანში, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. და ეხლა, ამ წამს, ის ისტორია გრძელდება. მთვარის უკანა მხარეზე, სადაც სიჩუმეა, ტელესკოპი უსმენს და ჩვენ დედამიწაზე ველოდებით. არა პასიურად, არა უიმედოდ, არამედ აქტიურად, იმედით, ცნობის მოყვარეობით. ველოდებით იმ მომენტს, როდესაც ჩვენ მხოლოდ შეიძლება, ვიპოვოთ რაღაც, რაც შეცვლის ყველაფერს. ან ველოდებით იმ მომენტს, როდესაც ჩვენ გავიგებთ, რომ პასუხი არ არის იქ გარეთ, არამედ აქ შიგნით, ჩვენში, ჩვენს ძიებაში, ჩვენს სურვილში გავიგოთ. და რომელიც არ უნდა იყოს ეს მომენტი, ერთი რამ დარჩება. ჩვენ ვიყავით აქ. ჩვენ ვცადეთ. ჩვენ ვეძებდით. და ეს მარტივი ფაქტი, რომ ჩვენ არ შევჩერდით, რომ ჩვენ არ დავნებდით, რომ ჩვენ გავაგრძელეთ ძიება თუნდაც მაშინ, როდესაც პასუხები არ იყო აშკარა, იქნება ჩვენი მემკვიდრეობა. არა ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, არა აღმოჩენები, რომლებიც ჩვენ გავაკეთეთ, არამედ ის ფაქტი, რომ ჩვენ, პატარა სახეობა, პატარა პლანეტაზე, ვიყავით საკმარისად თამამები, საკმარისად ცნობის მოყვარეები, საკმარისად იმედიანები, რომ ვუხუროთ ვარსკვლავებს და ვიკითხოთ, ვართ თუ არა ჩვენ მარტო. და შესაძლოა ერთ დღეს, შესაძლოა ძალიან მალე, შესაძლოა ათასობით წლის შემდეგ, ვინმე სხვა, სადმე სხვა, ასევე დადგება კოსმოსის პირას და დასვამს იმავე კითხვას. და შესაძლოა ისინი მოისმენენ ჩვენს სიგნალებს. არა სიგნალებს, რომლებსაც ჩვენ განზრახ გავგზავნეთ, არამედ ექოს ჩვენი არსებობისა, ჩვენი ცივილიზაციის, ჩვენი ძიებისა. და შესაძლოა ისინი იფიქრებენ, როგორც ჩვენ ვფიქრობთ ახლა. ვართ თუ არა ჩვენ მარტო. და პასუხი, რომელსაც ჩვენ ტოვებთ მათთვის, როგორც სხვებმა შეიძლება დატოვეს ჩვენთვის, იქნება არა დიახ ან არა. არამედ რაღაც უფრო ღრმა. თქვენ არ ხართ მარტო. ჩვენ ვიყავით აქ. ჩვენ ვეძებდით. ჩვენ ცდილობდით გაგებას. და ახლა თქვენ ხართ აქ. თქვენ ეძებთ. თქვენ ცდილობთ გაგებას. და ეს უთხვეტი ძიება, ეს უსასრულო მოგზაურობა გაგებისკენ, არის ის, რაც აკავშირებს ჩვენ. არა ტექნოლოგია, არა ენა, არა თუნდაც ბიოლოგია, არამედ ის ფაქტი, რომ ჩვენ ორივე ვართ ნაწილი რაღაცისა, რაც ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. ნაწილი სამყაროსი, რომელიც გახდა ცნობიერი და ახლა ცდილობს გააზრებას, თუ რა ნიშნავს იყო ცნობიერი. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ეს არის ყველაზე ლამაზი რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ. არა ის, რომ ჩვენ ვიპოვით ყველა პასუხს, არა ის, რომ ჩვენ გავიგებთ ყველაფერს, არამედ ის, რომ ჩვენ და შესაძლოა სხვებისადმე ვაგრძელებთ ძიებას, ვაგრძელებთ კითხვას, ვაგრძელებთ იმედს. და ეს იმედი, ეს უარი დავნებდეთ, დავშორდეთ, შევწყვიტოთ ძიება, არის ის, რაც ნამდვილად ანათებს ბნელ მხარეს მთვარისა. არა ტელესკოპის სინათლე, არამედ ჩვენი ცნობიერების სინათლე. სინათლე, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ვართ აქ, ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ ვეძებთ. და ეს საკმარისია. ეს ყოველთვის იყო საკმარისი. და ეს ყოველთვის იქნება საკმარისი.